აუცილებელია ჩვენ პირველ რიგში პრობლემებზე ვისაუბროთ. რა იყო ამ წარუმატებლობის მიზეზი? არანაირი გამართლება. გულშემატკივრე მოვიდა, მქონდა იმედი და იმედი გაუწყვეტ. რატომ ხდებოდა ეს ხშირი ცვლილება? ყველა მცველთან აბსოლუტურად სხვადასხვა მიზეზები იყო. ფეხბურთელებს ცვლილებას აკეთებდნენ. UEFA-ზე წარმოგიდგენთ ბაშა შექირდა და ცვლილება ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ არასწორად იყო შეყვანილი გვარი. წარუმატებლობის მიზეზი მენეჯმენტში რაღაც შეცდომები, რას თქვენ თქვით, ეს არის თუ კიდე არის რაღაცა ისეთი? ფეხბურთელს ყველაფერს გავუკეთებ და მე გებულობ რომ ზურგს უკან იყო მოლაპარაკებები. წინა წლის ესე თქვათ მსგავსად გაჩნდა განცდა რომ აი ესე მიდის ძირითადი ბირთვი და იგივე განმეორდება გიზის შემცველი უკვე საკმაოდ მოკლე დროში ვნახე. სანდრო ალტუნაშვილს პირდაპირ გეტყვით რა, მას საქართველოში სურვილი არ ქონდა. ჩვენს გვჭირდება ხო? კარგი ფეხბურთელები ჩემპიონატში რომ თუნდაც აი ევროტურნირებზე მოვახერხოთ გასვლა. აზიის ქვეყნებში მე არ გავუშვებ ფეხბურთელს. ის შეუძლია დახმარება იქნება ეს ფედერაცია თუ სხვა. ნამდვილად მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ჩვენი გაჭირვება არ გვეყოფა, რომ ნახევარ საქართველოს გაგინებს და კიდე იმაზე ცეცხლ დავუმატებენ და აი ამას ვემიჯნები და უამრავი მაგალითი მოყავთ. ხომ არ ყოფილა საუბარი ამ შეხვედრაზე დაფინანსების წესის ცვლილებაზე? ეს საკითხი აუცილებლად განხილვისაგანი და უნდა გადაიხადოს. გადაიხედოს. სწორედ ეგ არის პრობლემა, რომ ამ პრობლემებზე ერთად ვერ ვსაუბრობთ. ამიტომ მზად ვართ, რომ ყველა წმენაზე ზემო დავდგეთ. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და ამ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ქართული საკლუბო ფეხბურთის გულშემატკივრებს გისურვებთ ყველაზე მთავარი სურვილის ასრულებას 2026 წელს, რაც არის ქართული კლუბები ევროტურნირებზე. რაც შეეხება ყვითელ ბარათს, იცით რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებზე და შეძლების დაგვარად ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. რაც თავარია ვსაუბრობთ ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში. აქედან გამომდინარე 2026 წელს ვიწყებთ ჩემპიონი გუნდის წარმომადგენელთა ერთად და ჩვენი სტუმარია იბერია 1999-ის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მადლობა, გილოცავთ თქვენ და თქვენს გისურვებთ იბერიასთან ერთად 2026 წელს დასახული, ასე ვთქვათ, მთავარი მიზნის მიღწევას. მოგესალმებით. მე შემოვერთდები რა თქმა უნდა მილოცვეს და ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივრს მინდა მიულოცო შობა ახალი წელი, უსურო ჯანმრთელობა, დღესდღეობა და ბევრი პოზიტიური ემოციები. იმედია რომ 2026 წელი იქნება სიხარულთან ასოცირებული და ამ სიხარულის მონიჭებაში ჩვენი კლუბი და სხვა ქართული კლუბებიც მიიღებენ მონაწილეობას. აუცილებელია ჩვენ პირადად ჩემი გუნდი და მეც ვალში ვუძნობ ქართულ გულშემატკივრებთან და ამ ვალს გადახდა უნდა სიხარულით და პოზიტიური ემოციებით. ეხლა ახალი წლის პერიოდში 31 დეკემბერს განსაკუთრებით რომ იწყება ქართული სუფრა, ესე რომ ვთქვათ, როდესაც ხვდებით ახალ წელს, გვიყვარს ხოლმე ქართველებს ძველი წელის გაცილება და ლოცავთ. აი ჩვენც რო დაახლოებით ჩვენ ფორმატში გადმოვიღოთ და ვისაუბროთ განვლილ წელზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრია სასაუბრო, გავაცილოთ ესე რომ ვთქვათ, სანამ სამომავლო გეგმებზე გადავალთ. გასული წელი მინდა ეს მოკლედ შეაფასოთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა ძალიან კარგია, მაგრამ მეც ვიცი თქვენი ესე ვთქვათ დამოკიდებულება და არაერთი სტუმრისთვის მithქვამს, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროტურნირებზე გასვლა. თქვენ გასულ წელს მოიპოვეთ ჩემპიონობა, რაც ძალიან კარგია კლუბისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც ასე შემდეგ, თუმცა იყო ერთი მცირე ესე ვთქვათ ცირე არა, დიდი პრობლემა ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები და ორივეზე რო ვისაუბროთ, ლიან ჩემპიონატიც და ევროტურნირების ეტაპის რო შევაფასოთ. კი ბატონო, სათვარ აბსოლუტურად გულწრფელად ღიად ვისაუბროთ ყველა იმ წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის ანივანი ვიცის და შესაბამისად, როცა პოზიტიური შედეგი გაქვს, ნეგატივზე საუბარი არ არის მარკეტინგულად მიღებული. მე ვფიქრობ, რომ სპორტი ზუსტად ის სახეობაა, სპორტი და ფეხბურთი, რომ აუცილებელია ჩვენ პირველ რიგში პრობლემებზე ვისაუბროთ, მის გამოსწორების გზებზე და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი კლუბით უნდა დავიწყოთ. როცა გაქვს პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც მემკვიდრეობით რამე შევხვედრია და 100 წლის გუნდი თავის ინფრასტრუქტურით ამაში არაფერი საძრახისი არა, ვისაც ეს ბედნიერება ხვდა ესე დიდი
ისტორიის მქონე კლუბები წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ ნულიდან შევქმნით ისტორია და შეიძლება შედარებით თვითონ შვიდად ვიყოთ, რომ ჩვენი საქმე დავიწყოთ ამ მასშტაბებს მივახციეთ და საკმაოდ დიდ წარმატებებს საფეხბურთო სკოლა ქართულ ფეხბურთის ისტორიაში რომ ეს გზა გაევლოს და თავის სკოლის აღზრდილებით უმაღლეს ლიგაში გადმოვიდეს და ბოლო 7 წლის მანძილზე 7 ტიტული აქედან 3-ჯერ ჩემპიონობა, 3-ჯერ თასი და ერთხელ სუპერთასი მოვიპოვეთ. გარდა იმ სხვა წარმატებებსაც აკადემიის დონეზე ან ქართული ფეხბურთელების ევროპაში წარმატებულ მოღვაწეობაზე, მათ დებიუტზე და ყველაზე მთავარი საზომი ჩვენთვის არის ეროვნულ ნაკრებში, იმ ნაკრებში, რომელსაც ჩვენ გვაქვს მინიმუმ 7-8 ფეხბურთელია წარმოდგენილი, აღარაფერს ვასაკობრივს. ეს რა თქმა უნდა ის წარმატებებია, რომელთაც ჩვენ ვამაყობ და იბერიას, თავის დროს საფრთხეს და დღეს იბერიას სიძლიერეზე, მდგრადობაზე და სორ მენეჯმენტზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ალბათ უპრიანი იქნება ამ წარმატებასთან ერთად ვისაუბროთ იმ სიძნელეებზე, იმ წარუმატებლობაზეც, იმედ გაცვლებაზეც, რაც თან ახლდა თუნდაც განული წელს. და მე მზად ვარ ყველა იმ კითხვას უპასუხო, რომელიც კითხვაზეც ინტერესია საზოგადოებისგან და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ პრობლემებზე გულღია საუბარი, წინაპირობა გახდება იმისა, რომ შეცდომები აღარ დაუშვათ და უფრო წარმატებული იყოს ჩვენი ხვალინდელი დღე. თქვენ შეკითხვებს ველოდები და კი ბატონო. თავარი ალბათ რაც ყველა საინტერესებს, თქვენ რას თვლით, რა იყო ამ წარუმატებლობის მიზეზი? რატომ არის სხვადასხვა ვერსია და სხვადასხვა ვერსია რა, ყველაზე მთავარი არის ფეხბურთელების, ასე ვთქვათ, ძირითადი ბირთვის გაშვება გუნდიდან. ეს სახელდება, ასე ვთქვათ, ყველაზე მთავარ მიზეზად გულშემატკივრის მხრიდან. თქვენ რას? კი ბატონო, დავიწყო, მე შემიძლია ცალსახად თქვა, მიუხედავად ამ ჩემპიონობისა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო ჩვენთვის ემოციურად დაწყებული იანვრის თვიდან და ბოლო ტურამდე ნამდვილი ენერგია, ნერვები არ დამიხარჯია არც ერთ ჩემპიონობაზე, არც ერთ ტიტულზე, მინდა გითხრათ და რა თქმა უნდა არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მსგავსი რთული წელი კიდე გამოვიარო, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ მათ შორის ევროპაში წარმატება, შემდგომშიც მოთხოვნა ჩვენი გუნდის მიმართ, მოთხოვნა და მოლოდინები გაიზრდება მათ შორის გულშემატკივრებისგან და ამისთვის მზად ვარ. უბრალოდ აუცილებელია ისი პრევენცია შეიძლება გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ეს გავითვალისწინოთ. დავიწყოთ იმით, რომ მაქსიმალურად მე მინდა გულშემატკივრებმაც გაითვალისწინონ, რომ რაღაც თემებს არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მაქვს ავერიდო, უბრალოდ არ ვარ მიჩვეული ცალკარში თამაშ და ჩემთვის უფრო ადვილია საუბარი, თორსა ეს თემა ეხება სხვა პიროვნებას, გინდა ეს მსროლი იყოს, გინდა ფეხბურთელი გინდა იყოს ეს საფეხბურთო მოხელე, თუ მასთან ერთად მოგვეცემას საშუალება, რომ ვისაუბროთ, თუ ამის აუცილებლობა არის რაღაც საკითხები, რომელიც გარეთ არ გამოდის, იმიტომ რომ კიდე ამ საფეხბურთო ოჯახის წევრები რო ჩებით, ურთიერთობაც გვინდა რომ კორექტული იყოს. თუმცა ეს არნიშნავს, რომ არაფერი არ ეთქვას და მინიმუმ ობიექტური ინფორმაცია არ ქონდეს გულშემატკივარს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ალბათ საქმისადმი მიდგომის და თუნდაც იმ ვალდებულებების მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციების გამო შეიქმნა მათ შორის ფეხბურთელების, სამწვრთნო შტაბის და მენეჯმენტის მხრიდან. გეტყვით იმას, რომ რამოდენიმე ჩვენ რომ განვიხილოთ, მათ შორის გვარების დონეზეც შემიძლია, თუმცა გეტყვით, რომ იყო რამოდენიმე ობიექტური და ობიექტური მიზეზი თვლი, როცა ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს რომელიმე ფეხბურთელს, მისი დაკავება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ელემენტარულად ხო იმ ფეხბურთელების мотиваცია თუნდაც წლევანდელი ავიღოთ, ხო, როგორ უნდა ძმები მამაგიშვილების ვარიანტი რო ავიღოთ, ამ შემთხვევაში ეს გვარი გავაჭრე, რომ შტუმში როცა ესეთ სახელოვან კლუბში ფეხბურთელს ეპატეჟება, რომელიც ორ კვირაში ეთამაშეს ფეინორდთან და ევროპა ლიგაზე და როცა ჩვენ მეუნოთ ჩვენი თავარი ამოცანა რომ თუნდაც კონფერენციის ლიგაში ჯგუფში შევიდე და როცა პლეიოფში თამაშობს გუნდი როგორ შეიძლება ფეხბურთელს დააძალოს შემდგომში ვითომოდეს ფეხბურთელი როცა ვალმოხტილია გუნდის წინაშე ორი ტიტული აქვს ახალგაზრდა ასაკის მიხედვით და ეროვნული ნაკრებისთვისაც მე ვფიქრობ უფრო ფრიად საშუალო საქმეა, როცა ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატიდან ჩამოდის, ამის მაგალითი თუნდაც კიტეიშვილის და სხვა ლეგიონერების მაგალითი გვაქვს. ამიტომაც აქ სასახად და რო კლუბისთვის
მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ვითომეთის ქართველი ფეხბურთელები ხას უსვამთ ქართველ ფეხბურთელებს ეძლევა საშუალება რომ ევროპის წარმატებულ კლუბებში იასპარეზოს და ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ ფეხბურთელის და ეროვნული ნაკრების ღირსებას და ესეთი შაშანიც წავიდა ტრანსფერით ეს რა თქმა უნდა ობიექტური მიზეზია მაგრამ იყო სუბიექტური რომელიც სამწუხაროდ ერთის მხრივ ქონდა ფეხბურთელების მხრიდან არამდგრადობას ანუ შეპირებულებს შეთანხმებული ვიყავით ფეხბურთელს ყველაფერს გაუკეთებდა მე გებულობ რომ ზურგს უკან იყო მოლაპარაკებები იმ პერიოდში როცა აბსოლუტურად სხვა რეჟიმში ქონდა შეთანხმებას და ხარდაჭერა გუნდისგან ზოგიერთ საერთო მოლაპარაკებებს მაგიდასთან არ ჩავთვალე საჭიროდ იმიტომ რომ არის ფასეულობა კლუბის და არის რაღაც პრინციპები რომელიც უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში დაცული იმიტომ ერთგულება ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა რომლითაც შეიძლება გუნდს გამოადგეს ფეხბურთელი ხო ნუ დრომაც გვიჩვენა მე სხვადასხვა არ მინდა კიდე დეტალებში შევიდე რომ ჩვენი არჩევანი სწორი გაკეთდა და ფეხბურთელი ჩავანაცვლა და ზოგიერთ ფეხბურთელს სამწუხაროდ ისე არ წავიდა საქმე და მე ნამდვილად არ მიხარია ეს და უმჯობესი იქნებოდა რომ მათთვისაც უკეთესი კარიერა განვითარებული იყო და ჩვენ შორის კიდე თანამშრომლობის ფორმატი ყოფილიყო. აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელის ფაქტორი, ნამდვილად არ ვაკარგავ. თუნდაც არც ერთს უნდა და ყველას მინდა ჩემი პატივისცემა ყველას მე გამოხატო, მაგრამ მე ვისურვებდი რა თქმა უნდა რომ ყველა მწვრთნელმა ობიექტურად შეაფასონ. მე არასოდეს თუნდაც პირველი მწვრთნელი როცა იყო ჯერ დევდარიანის დროს და შემდგომ ჭიაბრიშვილის წლობით იყვნენ ჩვენთან და სტაბილურობა ჩვენთვის და მწვრთნელისდობა ყოველთვის ერთ-ერთი საფრთხე ნიშანი იყო იბერებს. ბოლო წლებში სამწუხაროდ მოხდა ეს რომ მოგვიწია მწვრთნელების ხშირი ცვლა, მე ვაცნობიერებდი თუნდაც ნელგაძის მოყვანით ამ ხარისხზე მიდოდა წარმომიდგენია ჩვენო ჩემპიონები რა გავხდარიყავით, რა ნიშნის მოგები დაეწყებდნენ ლაპარაკს და დღეს ის ხალხი ვინც გვაკრიტიკებდა თვითონაც გაუცლებულები არიან, ჩვენ შევძელე და ეს ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო და დრომაცაც ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო. ყველა მწვრთნელთან აბსოლუტურად სხვადასხვა მიზეზები იყო. ლევანმაც ვაშკაცურად აიღო პასუხისმგებლობა და ესეც უნდა იყოს რა. ჩემთვის წარმოუდგენელია, როცა თუნდაც თავის დროზე მე არ უნდა შევეხო, მაგრამ თუნდაც თავის დროზე სხვა ევროპულ ასპარეზზე წარმატებლებში მე რამისა გმირებაც შეიძლება გამოვიდეს და დაივიწყოს ეს მწვრთნელმა თუ ფეხბურთელმა ვინც თავარი მონაწილეა ამ ყველაფრის და მთელი აქცენტი გაკეთდეს განტევების ვაცა თუნდაც მენეჯმენტი და პრეზიდენტი დაასახონ მე მგონი არ არის სწორი და ან ვეძებოთ გარემიზეზები. რა თქმა უნდა იყო თუნდაც დღევანდელი თუნდაც შაშანდელი ჩვენი წარმატებულობაზე უამრავი მიზეზი იყო და მცდელობა იყო მათ შორის ზოგი კოლეგისგან, ზოგი მენეჯმენტში მონაწილე ან ფეხბურთელები და მწვრთნელებზე აღარაფერს ვამბობ, რომ გაემართლებინათ ეს წარმატებულობა და აეხსნათ, მაგრამ არანაირი გამართლება გულშემატკივრე მოვიდა, მქონდა იმედი და იმედი გაუწევ. მე თვითონ ბავშვობიდან გულშემატკივრები და გაწყვეტილებული გულშემატკივრის ხვედში წყობ გამიცდია და ვიცი რა მწარია ეს ყველაფერი. ამიტომ თითოეული ჩვენი გულშემატკივრის ემოცია მესმის და არანაირი გამართლება ხა მიზეს ყოველთვის მოძებნი. და ან ხელის გაშვერა თუნდაც ფედერაციისგან არის. თავარი იყო პრობლემა რომ ეს არუმატება ჩვენთან ძალიან პარადოქსული სიტუაციაა ქართულ ფეხბურთში. თუ წარმატება არის ამა თუ იმ კლუბში, ვისაც არ ეზარება იბრალებს, თუ წარმატებლებაა, განტევების ვაცი უნდა ნახონ. მე მგონია რომ იბერეთ ამითაც უნდა გამოირჩეოდეს, რომ წარმატებაც არის ყველას დამსახურება და წარმატებლებაც. შანშან ეს ვერ შევძელით ევროპულ ასპარეზზე და წელს განსხვავებით არ მინდა იმ პრობლემებზე კიდევ ერთხელ გავუყურებ, ძალიან ბევრი სუბიექტური მიზეზი იყო დამოუკიდებლად მენეჯმენტისგან, იყო მენეჯმენტის შეცდომებიც ბუნებრივია, მაგრამ იმის საილუსტრაციოდ რომ წელს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს, თუნდაც ისა რომ 80% გუნდის ძირითადად ბირთვის შენარჩუნებულია შაშანელისგან განსხვავებით. წინას რაც ვიცოდით და მე ორი კვირის წინათ სხვა ეთერში ვთქვი, რომ ორი ღია პოზიცია გვაქვს, ეს იყო ალთუნაშვილს, ანუ თავიდანვე ვიცოდით ალთუნაშვილი მოვიდა 3-4 თვით, ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელი იყო, პირველად ჩვენთან გახდა ჩემპიონი, ნაკრების კანდიდატი იყო და მივეცით საშუალება ერთის მხრივ თვითონ სანდროს რომ ისევ დაუბრუნეს ნაკრებს და საშუალება მეცა რომ უცხოეთში წასულიყო, ეს იყო წინასწარ შეთანხმება, რა თქმა უნდა, მასაც თუ საქართველოში დარჩებოდა პირველში ჩვენთან დარჩებოდა, მაგრამ მოვიდა წინადადება წავიდა და ეს ვიცოდით ამისთვის ზათ ვიყავ და მეორე ცენტრალურმცველი რომელსაც კონტრაქტი დაუმთავრდა და ნუ თავიდანვე ის ჩამოვიდა, აქვს წინადადება და ვერ დააძალებს. სულ ორად ორი ფეხბურთელი, ნუ იმას მოგახსენეთ რომ
გიზი მამაგეიშვილზე კონტრაქტი დანარჩენი ყველა ფეხბურთელი არის გუნდში, ვიღაცები შეება მიდიან, რომელიც პირველ ნომრად არ მოიაზრებოდა და ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებოდნენ, თუმცა მათ ყველას გაწეული სამუშაოს მადლობას უწევთ და უკვე პირველ შეფსება ძალიან ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ტრანსფერი განვახორციელეთ და პატა გულუშაური გააძლიერებს ჩვენ გუნდს და შემიძლია ვთქვა, რომ გიზის შემცველი უკვე საკმაოდ მოკლე დროში ვნახე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს და ამ ფეხბურთელის გამოცდილება, შესაძლებლობა, მე ვფიქრობ, საქართველოს ქართულ ფეხბურთის სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო თუ ყველაზე საუკეთესო ვინგერია და ამას იმედია მომდევნო ჩემპიონატში დაამტკიცებს. ამ ორ პოზიციაზეც რაც ჩვენ თქვი და კიდევ სხვა პოზიციებზე მიდის ძალიან აქტიური მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ ახალწლის დღეებია, 24 საათი ამ რეჟიმში ვარ და მე ვფიქრობ, რომ იანვრის შეკრებისთვის უკვე ბევრი სასიამოვნო სიახლე გაცხადება და ჩემპიონატს განსხვავებით წინა პერიოდისგან, რომ მოგვიწია შემდგომ ევროპაში ასპარეზობის წინ ფეხბურთელების დამატება, მე ვფიქრობ, რომ იანვარ-თებერვალში გუნდი სრულად დაკომპლექტდება, ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებული და იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის. ხო, აი გიზის მომენტი იყო გულშემატკივრებში, როდესაც გიზის ტრანსფერის შესახებ გახდა ცნობილი, წინა სეზონის, წინა წლის ესე ვთქვათ, მსგავსად გაჩნდა განცდა, რომ აი ესე მიდის ძირითადი ბირთვი და იგივე განმეორდება, ასე ვთქვათ, რაც მოხდა წინა წელს ევროტურნირებზე, იმიტომ რომ ძირითადი ბირთვი და ლიდერები მიდიან და მსგავსი აზრები იყო. ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამომათ ვთქვათ, რომ ძირითადი ბირთვი არ მიდის და გიზის წასვლა იყო კონტრაქტი აქვს თქმული ამ ფეხბურთელს, თადარიგი ზუსტად იმ შეცდომას ვისწავლეთ დავიჭირეთ. ჩასაფრებულს და ნიშის მომგებიან გულშემატკივრებს, თუმცა გულშემატკივრებს წყალებში შემიძლია უწოდო ესეთ ხალხს, მეც ვერ უმართლებ და ვეტყვით, რომ თუმცა არ მინდა ამ ნიშნის მომგებთ ლაპარაკება და ერთ გულშემატკივრებს მე მინდა დავამშვიდო და უთხრა, რომ ბოლომდე ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას და ჩვენ ეს გადაცემაც უფრო ეძღვნება ერთ გულშემატკივრებს, ვისაც გულწრფელად უყვარს ქართული ფეხბურთი და თქვათ, მე მჯერავს ესეთი მენი ძალიან ბევრია და ქართული ფეხბურთის ერთგულება მათ ევროპულ დონეზეც, ნაკრების დონეზე დაამტკიცეს და ჩემი თავი გამოწვევა გულწრფელად არის ის, რომ იგივე ზეიმი საკლუბო დონეზე განმეორდეს და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს. მე მინდა ესეც გააცნობიერო, რომ ამას ძალიან იშვიათად საუბრობენ პირდაპირ ჩემი კოლეგები და ის ხალხი, ვინც კერძო სექტორიდან ემსახურება ქართულ ფეხბურთს, მინდა მათ პატრიოტიზმად დაუდასტურო და საკმაოდ უმადური საქმე. წარმოიდგინეთ მილიონებს ხარჯავ და კიდე გაგინებს ნახევარ საქართველო, თუნდაც პატად ჩასაფრებული ვისაც არ ეზარება, არაფერი არ გაუკეთებია ქართულ ფეხბურთს აკეთებდღეოთ, პირველ რიგში ისინი ყველაზე მეტ ქვას გესრიან და ცხონებული ილო კოკაკის მაგალითი მოვიყვანე რა, რომ სანამ არ გარდაიცვალა მეთქი, მანამდე მისი ფასი ვერ გაიგეს, ხო? რამდენი ტალახი მისთვისაც უსვიათ. რამდენი გააკეთა თუნდაც ზესტაფონში ფეხბურთი რა დონეზე აიყვანა, ხო? ამიტომაც გავიხუმე კიდევაც ამ ხატრები ვითმეთქი, სანამ არ მოგდება მის სამუშაოს ფასი არ ედებოდა, ხლესი ხوار უნდა იყვნენ პრეზიდენტები. ამიტომაც მინდა რომ მეტი პატრიოტიზმი მქონდეს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უანგაროდ ემსახურება და ნამდვილად არიან, რომელი ერთი ჩამოვთვალო ქართულ ფეხბურთში ჩემი კოლეგები, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან და კარგი იქნება თუ ყველა უფრო ობიექტურად მოდგება. თუმცა ჯანსაღი კრიტიკა ფეხბურთში მოსულა, ამიტომ არც იმას ვითხოვთ, რომ არავინ არაფერი და კითხვა არ დასვას, რასაც თქვენ და ეს ფორმატი ძალიან სწორია, რომ კითხვები არის და ამ კითხვებს პასუხი უთმობთ. ზოგჯერ რა თქმა უნდა ჩვენ ვწოდავთ იმ კუთხით, რომ კითხვა გაუცემელი არ უნდა იყოს და საზოგადოების ინტერესის დროულად უნდა დაკმაყოფილდეს. ამ მიმართულებითაც მუშაობთ, პირიაშვილ საზოგადოებასთან მუშაობა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია, რომ ყველა კითხვაზე, მათ შორის უხერხულზე უნდა ვისაუბროთ. კი, რა თქმა უნდა და ამავდროულად აი თქვენც ახსენეთ და მე ვთვლი და გულშემატკივრის დიდი ნაწილით დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მთავარი არის ღიად საუბარი ამ პრობლემებზე და არა გადაბრალება, ყველამ თავისი პრობლემა რეალურად დაინახოს და ამ პრობლემაზე ვიმუშაოთ და თუნდაც ის კრიტიკა, რაც იქნება გულშემატკივრის მხრიდან თუ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, იყოს ჯანსაღი კრიტიკა, არა გინებით, რაც ხშირად ხდება ხოლმე ტრიბუნებიდან, მესმის, გულშემატკივრისაც ბევრი იმედგაცრუება რაღაც, მაგრამ ჩემი აზრი ეგეთი, რომ ჯანსაღი კრიტიკა და
საღად და ეს წყნარად მშვიდად საუბარი რაღაც პრობლემებზე, უფრო და ღიად რაც მთავარია, რაღაცა შედეგს ადრე თუ გვიან მაინც მოგცემს და რაღაცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ამ გადაცემის დაწყებისაც ეს იყო. აი თქვენ მარტივად რომ კიდე რაღაცა ისეთი კითხვები არ დარჩეს, თუ სწორად გავიგეთ, თუ ვცდები, მითხარით. ანუ ევროტურნირებზე გასულ წელს წარუმატებლობის მიზეზი ესე რომ ვთქვათ, ფეხბურთელების წასვლა მენეჯმენტში რაღაც შეცდომები, რას თქვენ თქვით, ეს არის თუ კიდე არის რაღაცა ისეთები, რაზეც იცით რა, როგორ შეიძლება მარტო იყოს ფეხბურთელების წასვლა და მარტო მენეჯმენტის, ეგ არის ერთობლიობა, დაწყებული საწვრთნელო შტაბის შეცდომებიდან, მენეჯმენტიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების თუდანს პასუხისმგებლობაც არის, რამდენად მომზადებული შეხვდნენ ესა თუ ის ფეხბურთელები. მთლიანობაში ახლა ვის მეტი წვრილი მიუძღვის და ვის ნაკლები, რამდენად დაუშვათ მომზადებული იყო, ან თუნდაც ახლა ზოგი ერთ-ერთ იმაში ეთერში, თითქოს აი 2 დღის წინ მივყვანეს ფეხბურთელები. არ არის ეს სიმართლეს არ შეიძლება, იანვრიდან დაწყებული მუშაობდით, იყო სხვადასხვა, რატომ მოხდა ეს, ხო? თუნდაც ის შეკრება, ყველა მოთხოვნა, ანუ არც მატერიალური პრობლემის გამო, ან თუ დობი ძალიან მაღალი ხარისხი, დღესაც ლევანისაც ვაკითხოთ, ყველგან დაასტურებს, რომ ჩვენგან პატივისცემიდან დობის გარდა არ ქონია, მაგრამ რაღაც მიზეზები იყო, რომელიც საშკაროდ, იმიტომ არაკორექტული იქნება ჩვენგან, რომ ახლა ხელი გავიშვიროთ სამწუხაროდ სტამთან მარტო, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთობლივად ხა. ის მე არ მგონია, რომ საზოგადოებას აინტერესებდეს, ვის მეტი წვრილი მიუწვის წარუმატებლობაში. მე მგონი ის არის, რომ სწორი დასკვნა, რახან ჩვენ ამ ოჯახის თავი ვარ მე და ხელმძღვანელი და მენეჯმენტი, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მოდის ჩემთან და არც მიკვირს, ხო? ამ შესაბამისად, ის შეცდომები, რაც იქან დაშვებული, ვინ მეტი დაუშვა, ეს უნდა გავანალიზოთ და აღარ უნდა დაუშვათ. ამიტომ ეს იყო ერთობლივი ყველას პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ იყო ამ მცდელობა, რომ ვიღაცა ცდილობს გვერდი არიოს ისრები გადმოიტანოს მხოლოდ მენეჯმენტზე, ამ დროს ავიწყებათ, რომ შედეგს ფეხბურთელების და ერთნაირად პასუხისმგებლები არიან თუ მეტად არა და სამწუხარო შტაბი. ამიტომ მე მგონი ამის გარკვევას ჯობია ვთქვათ, ვაჟკაცურობა გვეყოს და ვთქვათ, რომ არანაირი გარე ფაქტორი, გარდა იმისა, მათ შორის საჯი იქნება თუ სხვა, ჩვენი გულშემატკივარი არის ძალიან ობიექტური, გულწრფელად გეტყვით, როცა ხედავს თავდადებას. ჩვენ სტეაუასთან მოვიგეთ აქ, წავაგეთ, იქ შეცდომები იყო დათვლილ მაშულით, გამოცდილებელ ფეხბურთელებმა დაუშვეს შეცდომა, საჯის იყო, მაგრამ ერთის აუგის სიტყვა არავის წარმოცდენია. აქ როცა დინამო ზაგრებთან წავაგეთ, ტაშით გაგვაცილეს, წვიმა იყო, ბოლომდე იყო. ერთი აუგის სიტყვა არავის წარმოცდენია, მაგრამ როცა დაინახავენ ის, რომ მოედანზე გამოსული ფეხბურთელები ბოლომდე არ ეხარჯებიან, იყო რაღაც შეცდომები, მათ შორის ტაქტიკურად თუ რაღაც დაშვებული არ მომზადებელი შეხვდნენ, ესა თუ ის პირობა და ჩვენც რაღაც განკვეული შეცდომები დაუშვით. ეხლა შაშანი იყო კიდე ერთ-ერთი, მაგალითად, ფეხბურთელებს ცველებას აკეთებდნენ, UEFA-ზე წარმოადგენდა ბაშაშექირდა და ცვლილება ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ არასწორად იყო შეყვანილი გვარი. ესეც ხო მენეჯმენტის ბრალია, ხო პირობით რომ აი ესეთი რაღაცა მთლიანობაში მე ეს შედეგზე აისახება. ამიტომ მე ის არ ყვია, ვინ ზალით გააკეთა თუ შემთხვევით მოვიდა თუ ვინ არის, დამაშავ საბოლოო ჯამში არის რომ რაღაცა მენეჯმენტში არ იყოს სწორად, რაღაცა სამწუხარო შტაბში ფეხბურთელობდა. მთლიანობაში მივიღეთ ეს შედეგი. დღეს რა თქმა უნდა შევძოთ ის, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ და პირიქით მომზადებული უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ჩვენ მივეჭ აბსოლუტურად სხვა ძალების მობილიზება ჭირდება ეროვნულ ჩემპიონატში, აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებია ევროპულ ფეხბურთში და ამისთვის არ არის ქართული კლუბები მზად, რიგი მიზეზების გამო. და ჩვენ ვფიქრობთ ახლა ამის სწორი ანალიზი გავაკეთოთ და იქნებ უფრო მომზადებული შევხვდეთ და იმედია რომ აუცილებლად მომზადებული შევხვდებით მომავალ წელს, უფრო წელს, მომავალ ასპარეზობას. კი. აი თქვენც ახსენეთ პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად პრეზიდენტზე მოდის, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი კრიტიკაც ხშირ შემთხვევაში ნებისმიერ გადაწყვეტილებას ფეხბურთელის გაშვება იქნება მწვრთნელის თუ ასე შემდეგ და ასევე ხშირად იყო წელს ასე ვთქვათ კრიტიკული აზრი გულშემატკივრების მხრიდან მწვრთნელებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრჯერ მოხდა მწვრთნელების ცვლილება და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში საქართველოს ჩემპიონატში კარგად დამთავრდა, მაინც აი შუა პერიოდში როდესაც ხდებოდა ხოლმე ცვლილება, სულ იყო კრიტიკა და იყო წარუმატებლობის, ასე ვთქვათ, განცდა, რომ აი რადგან გუნდი ამდენჯერ შეიცვლის მწვრთნელს, რაღაცა ვერ მიაღწევს საბოლოო ჯამში რაღაც წარმატებას და ისედაც და რაღაც კუთხით მეც ვეთანხმები, რომ მწვრთნელი რაღაც გარკვეული დრო უნდა
მიეცეს. თუმცა ალბათ თქვენ უკეთ იცით, იყო რაღაცა მიზეზები, რის გამოც რაღაცა არ გაგრძელდა კონტრაქტი ან მუშაობა ამა თუ იმ მწვრთნელთან დაკავშირებით. აი კორღალიძეზე ჩვენი სტუმარიც იყო, მანაც ისაუბრა ევროტურნირების ასე შემდეგ და მასაც ვკითხე, თქვენს კითხავთ, რაღაცა ესე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინიშნა ხალხი იყო ზოგი დადებითად შეხვდა, ზოგი უარყოფითად და შემდეგ რაღაცა 5 დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღარ დაინიშნა. აი მწვრთნელებთან თქვენი დამოკიდებულება რო გითხრათ, რატომ ხდებოდა ეს ხშირი ცვლილება, რომ მაყურებლისთვის და გულშემატკივრისთვის უფრო გასაგები იყოს და შესაბამისად დღევანდელი მწვრთნელთან დამოკიდებულებაც როგორი გაქვთ და ამდენი ხანი შეიძლება რა შემთხვევაში შეიძლება რაღაცა მოხდეს ცვლილება ამ კუთხით. ძალიან მარტივი ლოგიკა, აი ცით არის სფერო მითხარით, სადაც შედეგი არ განსაზღვროს ადამიანის კარიერას და მის მოღვაწეობას, ხო? მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმ მწვრთნელებთან, ჯერ პირველ რიგში დავიწყოთ, როცა მწვრთნელები ავირჩიეთ, რა პრინციპით ხელმძღვანელობთ. იმ მწვრთნელების თუნდაც მანამდე მიღწეულ წარმატებებით. იმის რომ ჩვენ ვემთხვეოდით გუნდის პოტენციალის შეფასებაში და მიზნებში. სხვანაირად როგორ შეიძლება მოხდეს, არავინ არ მაძალებს, ხლა ეს არ არის ძველი დრო, როცა ზემოდან შეიძლება გიკანახონ და ვიღაცა დანიშნო, ან ჩვენი გუნდი თავიდან ბოლომდე არის კერძო ჩემ ინვესტიციაზე, ბუნებრივია, მე მამოძრავებს ამა თუ იმ მწვრთნელის მიერ ნდობა და პატივისცემა. ანუ საწყისი დავიწყოთ, რატო ვიწყოთ ამ გადაწყვეტილებას. შემდგომ ბუნებრივია რაღაცა თავარი განსაზღვრული არის შედეგი. როცა ჩვენ ხშირად შედეგებზე ისე არის, რომ რაღაცა ნაწილი პოზიტივი გავახსოვს და ამას ჩვენ არ ვივიწყებთ, მაგალითად წაუგებელი სერია. მაგრამ ვიღაცები შემდეგ სტატისტიკაში ცოტა ურება ხა თქვენ ბძანეთ, რომ რაღაცა მიზეზი, რაღაცა კი არა, კონკრეტულად შედეგებზე და ციფრებით ვილაპარაკოთ, ხო? შემდგომში თუნდაც სუპერთასის 2 თამაში იყო, შემდგომში UEFA-ზე ფაქტობრივად ყველა თამაში წავაგე და ისე მოიწყო, რომ გუნდმა რომ წაუგებელი იყო, შემდგომ დაიწყო 5 თამაში წავაგეთ, ესეთი, ხო? მინიმუმ. და როცა ანუ საბოლოო ჯამში ხო მინიმუმ 6 თამაშიდან 5 რო წაგებ და ერთი ფრე რომელიც წაგების ტოლფასია ხო ისიც კი მიტყვის ხო არ წაგვიგიაო ლევადიას უნდა მეტყვა დასინიშნოს და შედეგი საბოლოოდ აი მაგი არის ჩემი ერთ-ერთი საზომი რომ რამდენად სუბიექტურად უყურებს ადამიანის შემდგომში ხო ბუნებ და მაშინ თვითონაც მიხვდა და ლევანი შეუძლია პირდაპირ მარტო მე ხوار ფეხბურთელებიც არიან და ფეხბურთელებს და მის შორის ურთიერთობა როგორ იყო ბოლო ეტაპზე თვითონ ამდენად ქონდა უკვე ნდობა და პოტენციალი თუ მე წინამდე არ ვიყავ რომ ლევანის გაეგრძელებინა თუნდაც ეროვნულ ჩემპიონატში მაგრამ თვითონ თქვა რომ ეს რესურსი ამოწურვო და ამის მიზეზი არ იყო კლუბის ხელმძღვანელობა დობის გარდა მე მზად ვარ ძალიან ახლა არ ვიცი რამდენად რამის აუცილებლობა მაგრამ თუმცა სურვილებს მე ყოველთვის ზათავარ როგორც ჩემს უმცროს მეგობართან დავზე და სხვადასხვა მას არც ძილობა არც ურთიერთობა არ ეშლება დაუშვა უფროს ადამიანთან და მაგამაში კორექტულია მაგრამ არის სხვა მიზეზები რომელსაც უპრიანი არ თვითონ ისაუბროს და თავარი არის შედეგი თო დღემდე მეგობრობ დღემდე პატივისცემავს და სხვადასხვა დღემდე შემიძლია დავადასტურო რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველა დიდი პოტენციალის მწვრთნელია თეორიული ცოდნით შრომის უნარიანი უბრალოდ ის შეცდომები თუ ის მიზეზები რომელმაც ხელი შეუშალა ევროასპარეზზე წარმატება ხო თუ ამას სწორედ გაანალიზებს და სწორ დასკვნებს გააკეთებს და იმედია რომ ესეც იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება და შეიძლება ჩვენთან თუ არა სხვასთან მიაღწიოს. მეორე მოსვლაზე არ დაგიმაროდა რომ იყო რაღაცა სურვილი, თუმცა მე ვფიქრობდი რომ ერთ თვეში შეუძლებელია რომ ერთ თვეში ესეთი ტრანსფორმაცია მოხდარიყო ხა გუნდს თუ ერთი თვის წინ ფიქრობ რომ ემოციურად დაცლილი ხარ და პოტენციალი არ აქვს ერთ თვეში რა უნდა შეიცვალოს ახლა ფეხბურთელების განწყობასაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენ არ გვიჩქარია და ოფიციალური განწყობა არ გავკეთებია, რომ დავინახე რომ შეიძლება მასა და გუნდს შორის ქიმია, თანამშრომლობის სინერგია ვერ მოხდარიყო, ამიტომ ჩვენ ოფიციალურად ეს განცხადება ხარ, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად რაღაც ვარაუდები ვრცელდება, დაგვიწყეს გინება, ეს ერთ-ერთი ის იყო, ხო? თქვენმა კოლეგებმა თავის წარეზარებოდა ყველა გაგინებდა და მე გაცხადა რომ სინამდვილე არ იყო. რაც შეეხება გია გეგუჩაძეს, ხო? გიასთან გარდა იმისა საქმიანი ურთიერთობა მე ნათესავიც არის ძალიან ახლობელი ადამიანი და საპატივცემულო როგორ შეიძლება გია გეგუჩაძეს ვინმე დაუკვირდოს ან კვალიფიკაცია ან ის შედეგები რაც მან საკლუბო დონეზე თუნდაც დღემდე ერთადერთი მწვრთნელია რომლის ხელშიც ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა აღარაფერს ამბობ იმ ტიტულებს ძალიან კვალიფიციური ადამიანია
და კიდევ ერთხელ ჩემ პატივცემას უდასტურებ, მაგრამ ისევ შედეგის თემა იყო და მასთან და გუნდს შორის ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანი ახლა არის დეტალები რო გქონ. დღემდე სიამოვნებით მე მიაჩნია რომ გიას კიდევ აქვს ძალიან დიდი. პირადი უთანხმოება არც ერთ. არა, ნუ ხა პირადი როგორ მაშინ გამოვიდეს მე თქვას პირადი უთანხმოება რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ თუ მე ნდობას უცხავ და მოდის. ანუ რომელიმე მწვრთნელს თუ თქვია რომ მე ან სიტყვերը შეურაცხყოფა, მიმყენები ან დაუშვათ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში პოზიტიური როლი არ მითამაშია, ან მატერიალურად თვითმეს რამე მოვაკილ. ვერ ნახავთ ეგეთს, ხო? მაგრამ როცა შედეგი ხა გუნდი წაუგებელია და 6 ქულით წინ ახლა ეროვნულ ჩემპიონატში და 10 კაციანი დიდი პატივისცემა ჩემი თელავის კახის, მაგრამ 10 კაციანი თელავი მოგიგებს შენ მოედანზე, ხო? და მე 7 თამაში, 3 თამაშს წააგებ. ორ ფრესი თამაში მხოლოდ ორს მოიგებ და შესაბამისად 6 ქულით გოლი გაგისებს და როცა ხედავ რომ გუნდსა და მწვრთნელს შორის ვერ არის ის ურთიერთობა, ბუნებრივია ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის ძალიან ძნელია გარდა იმისა რომ მე ყველა ვისაც არის კიდევ ერთხელ გაკრიტიკებს და მომიწია ესეთ გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თითოეულ ამ მწვრთნელს ვისაც უმუშავია ერთი მადლიერი ვარ რომ თავისული ეს გუნდი ესე არ მოსულა, ხო? ამ მწვრთნელების და ამ თანამშრომლების მენეჯმენტში ვინც იყო თავის დროზე დღიდან დაარსებისა ყველა სრულია, ხო? და ჩემგან მადლიერების გარდა რა ეკუთვნით, თანაჩენ ცოცხალი ორგანიზმია, რა ჩვენ თუ გვინდა რომ განვითარდეთ, ბუნებრივია უნდა მივიღოთ ზოგჯერ არაპოპულარული გადაწყვეტილებები, მაგრამ გუნდის სასარგებლოდ. მე არა ჩემი პირადი კეთილდღეობით მე იძულებული ვიყავი რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო. დრომა ჩვენა რომ მართალი ყოფილა, იმიტომ შედეგი დაიდო. და ეს ერთხელ არ მოხდა სხვათა შორის. ეს რო ერთხელ მოხდა და იმ მწვრთნელები ზოგი მწვრთნელი წავიდათ მეტნაკებად. მე მაინტერესებს ხა ვიღაცა მიაღწია სხვაგან წარმატებას, ვიღაცა იმის იქით ვერ წავიდა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ არ მინდა რომ ნიშნის მოგებით იყოს თქვა, მაგრამ ფაქტია რომ მე ძალიან გამეხარდება ჩვენი ყოფილი მწვრთნელებით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაწყევენ სხვაგან და დაამტკიცებენ იმას რომ დაუშვათ იბერიაში გატარებული წლები იყო ერთ-ერთი კარგი მათთვის, მაგრამ კიდევ უკეთესი სხვაგანაც მიახსოვს. ეს ქართულ ფეხბურთს წარდგება და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი მწვრთნელებიც ისეთივე წარმატებულები იქნებიან, როგორც ჩვენი ლეგიონერები. სამწუხაროდ ამით ვერ დავიკვეხნით, ხო? თუნდაც უცხოეთში რამდენი მწვრთნელი მუშაობს ქართული წარმატებით ამ, მაგრამ ის ცალსახა და მე მგონი ზომიერება როგორც ფეხბურთელებს ისე მენეჯმენტს და ისე სამწუხაროდ თავს მეტი ზომიერება მართებს თავიანთი ნამუშევრის შეფასებაში. რაც შეეხება ახლა ახალგაზრდა მწვრთნელს რომელსაც ვენდეთ, ხო? მაგრამ მაგ შეკითხვა არ გაურბია, ნამდვილად გამეურდები რაც სხვა ეთერში თქვი, არის ძალიან მონდომებული, პროფესიონალი, შედეგი აქვს, წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, თუმცა პირდაპირ გეტყვი, ყველა ესეთ აღიარების ფეხბურთელებს მწვრთნელებს მე შეშიტყვებულებით, იმიტომ რომ მე ამბიციების მართვა უჭირთ მწვრთნელებს თვითონ ეს ახალგაზრდა კაცი ყველაფერი მაზეა დამოკიდებული. მას დღეს აქვს სრული ნდობა, რამდენ ხანს და როგორ იქნება, არის დამოკიდებული მასზე. თავდაბლობით, როგორც აქამდე გამორჩება, გააგრძელებს თავის საქმეს კეთებას. ყველანი ხელშეწყობა იქნება, ვაცნობიერებ დიდი რისკია ესეთი ახალგაზრდა მწვრთნელი ევროპულ ასპარეზზე გასვლა, მაგრამ როცა მწვრთნელს ენდობი და თავის საქმეს პატიოსთან აკეთებს და თუ იმას გავითვალისწინებს, მის გვერდით ძალიან სერიოზული პროფესიონალები მუშაობენ, თუნდაც სპორტული დირექტორიდან დაწყებული, ლევან სილაგაძეს, ყველა გუნდისთვის სასურველი მენეჯერია და თუნდაც დირექტორატიდან ახალმერიდიდან დაწყებული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი დავით ხეჩიკაშვილიც მის გვერდით და სკაუტები და ყველა არ მინდა ვინმე გამოვჩეს. მათთან ერთად თუ შედეგზე ორიენტირებული იქნება და შედეგებით კბობას არ დაიწყებს, მე დარწმუნებული ვარ დიდხანს იქნება ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ამ პოზიციაზე და რაც ყველაზე მთავარია ერთად შევთქვით ისტორიას. დანარჩენი უკვე მაზეა. ამიტომ დღეს ქართულ ფეხბურთში პროგნოზირება ამ მწვრთნელზე დიდი უმადურობაა და იმიტომ რომ პროგნოზი გაკეთება ძნელია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ამბიციები და რეალური შედეგი ერთმანეთში ვერ მოდის ალიანსში. და ამიტომაც იმედია რომ ამ შემთხვევაში გუგა კიდე ახალ ისტორიას როგორც უკვე შექმნის წარმატებისას და წარმატება მინდა უსურვო. გასაგებია. ციდა ჩემპიონატზეც გადავერთოთ. აი მაინტერესებს თქვენი აზრით ფლიან ჩემპიონატს რა ჭირდება იმისთვის რომ გახდეს უფრო ყურებადი დასწრება უფრო მეტად გაიზარდოს. არ ვსაუბრობ მე კონკრეტულ
კლუბზე ან რაღაცა კონკრეტულ ადამიანებს ზოგადად რას ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვის შეუძლია დახმარება, იქნება ეს ფედერაცია თუ სხვა, იმიტომ რომ ფედერაცია ხრატო ახსენე რომ ესეც ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვისაც, მესმის რაღაც წესები, მაგრამ საჩემპიონო თამაში ჩაატარეთ გულშემატკივრის გარეშე, ხო? ესეც ყველაზე, ესე ვთქვათ, თავარი საფინალო მომენტია, სადაც შეიძლება რომ მაქსიმალურად დასწრება რაც არის გაიზარდოს, ყველაფერი შეიძლება რომ გაკეთდეს, მაგრამ აქაც რაღაცა დაბრკოლება იყო. რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად და ვინ კონკრეტულად ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ვის ეკისრება იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩემპიონატის დონე და შესაბამისად უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს. აქაც ალბათ სასახად უნდა მივუდგეთ ესე რომ ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა. დავუშვათ ადამიანი რომ კარგს აკეთებს იმის დანახვა უნდა თუ ადამიანი არის მოწოდებული იმისთვის რომ აკრიტიკებს ყველაფერზე და მეორეა თუ ადამიანი აფანატებს ამა თუ ხელმძღვანელზე თუ ამა თუ ინსტიტუტზე პირობითად ყველაფრის გაფრევა მოსულა. მე მგონია რომ ზომიერება აქაც უნდა დავიცვათ და ის რაც კარგი კეთდება და ის მცდელობაც არის, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ ღიად და მადლიერება სადაც უნდა გამოხატოთ, უნდა თქვათ რომ მადლიერებად. მაგრამ რაც არის საკითხები რომელიც უკეთეს გადაწყვეტას, უკეთეს მენეჯმენტს მოითხოვს, იქ აუცილებლად ობიექტურად, ოღონდ არ ანიშნის მოგებით, არამედ უნდა პატივისცემით ვილაპარაკოთ ამაზე, ჯერ პირადად უნდა ესაუბრო, თუ პირადად შედეგს არ იღებს, ქრისტიანული ფასეულობა რა ადამიანს რო გინდა ამხილო, ჯერ მიდი უთხარი მეგობრად კი მოგიზო, თუ ახლა მე ორ კაცთან ერთად უთხარო და მე შეგიძლია საჯარო გახდო. ამიტომ ამ შემთხვევაში მე მგონია რომ ის ფორმატი თანამშრომლობის, რომლისკენაც კლუბები ხშირად მოწოდებულები იყვნენ, არის გამოსაყენებელი მათ შორის ფედერაციისთვის. რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაცია, როგორც მარეგულებელი არის პირველი პასუხისმგებელი ეროვნულ ჩემპიონატზე და კლუბები, მენეჯმენტი. ამას ვერც ერთ მხარეს ვერ გადადებ, ვერც მეორე. იმიტომ ჩვენ თვითონ გვქონთ იმ დღის წესიც და ამიტომაც აუცილებელია ჩვენ ერთად დავждეთ და დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთ. გულწრფელად გეტყვით, ანუ ჯერ თქვა რომ მინდა ვთქვა რომ ცდელობა იმისა რომ ჩემპიონატი უკეთესად შეიფუთოს, თუნდაც ის რომ თამაშის წინ ინტერვიუებია თამაშის შემდგომ, უკვე ეს გადადგმულია ის რომ ადრე საერთოდ არ იყო მაგალითად თუნდაც გაშუქების კუთხით, მაგრამ არის თუ არა დღეს ეს საკმარისი პირდაპირ ამბობ არ არის საკმარისი. შედეგი სახეზეა, ხო? რომ დავუშვათ შესაბამისად ვერ შექმნით ისეთ პროდუქტი, რომელიც ინვესტორისთვის არის საინტერესო, ხო? 10 წელიწადი და იგივე იმის არაფერს არ ვერჩი მადლობის მეტი რა გვეთქვის ვიც გვერდში უდგას ქართულ ფეხბურთს, მაგრამ ხო შეიძლება კიდე ახალი მოთამაშეები და რა კეთდება ამისთვის, როგორ შეიძლება ჩემპიონატი შეფუთოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც ის რომ ჩვენ არ გქონდა ისეთ ხა კი ხშირად შეიძლება ვიღაცა მიწყინოს რომ წელიწადში ერთხელ ვდებოდი თუ ორჯერ, მაგრამ ზოგჯერ ისიც არ იყო, მაგრამ აი ხა იმედს რაც მაძლევს, ბოლო შეხვედრა იყო კლუბებს შორის და ფედერაციის ხელმძღვანელობამ ძალიან და სასიჯიბრო კომიტეტმა პირველად შემიძლია თქვა, რომ ჩემპიონატის წინ იყო ჩემისაც სპორტული კუთხით ძალიან სწორედ დაგეგმილი და პირველად იყო რომ კალენდარზე ესეთი შეიძლება ცალ-ცალკე კლუბებს ელაპარაკებოდნენ, ამ ფორმატში ძალიან პოზიტიური იყო, მე ძალიან კარგად მენიშნა. ეს ახლა ბოლოს რამდენიმე ბოლოს შეხვედრა. აი დაჯილდოების დღეს იყო 2 საათი დადე შეხვედრა და პირველად მენიშნა ის რომ გუნდების მიერ ძალიან დასაბუთებული თხოვნები იყო გათვალისწინებული და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ამ რეჟიმში გაგრძელდება ფედერაციის და კლუბების თანამშრომლობა. სწორედ ამ მიზნით, არა იმიტომ რომ იმას გაურბივარ ან კრიტიკას ვერ ვიდები, უბრალოდ როცა პოზიტიურს დაინახავ, შევია პოზიტიურზე დააშენო და იმედია რომ ეს დიალოგის რეჟიმი შენარჩუნდება, იმიტომ მე შორსა ვარ იმ აზრის, როცა და გულწრფელად გეტყვით რა, კლუბი რომელიც UEFA-ზე ვერ მიაღწევს წარმატებას ევროპულ ასპარეზზე, პირველ რიგში კლუბის პასუხისმგებლობა. იქ ნამდვილად ვერ ჩაერევა ხშირად ფედერაციის ხელმძღვანელობა ამას ხალხს უსვავს და არ ვიცი ხა ეს არის 2-4 ან სადმე უნახიათ რომ ჩვენ პასუხისმგებლობა ვიღაცაზე გადავგვეწევთ, მაგრამ ის ნამდვილად მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ჩვენ გაჭირვება არ გვეყოფა რომ ნახევარ საქართველოს გაგინებს და კიდე იმაზე ცეცხლ დავუმატებენ და აი ამას ვემიჯნები და ახლა უამრავი მაგალითი მოყავთ, თავში ამადვიმ ჩემპიონატი შვედეთში, ესტონეთში ჩემპიონატი როგორ ტარდება ის და ეს არგუმენტები მიმართულია არა ჩვენი მხარდაჭერისთვის, არავინ არ თქოს არ უნდა მხარდაჭერა, მაგრამ პირიქით
კიდე უფრო რო გვაგინონ. მე მგონია რომ ამ რეჟიმში და ალბათ თვითონაც აცნობიერებ რომ ხა ჩვენ რო გამოვიდეთ და ნაკრების წარმომადგენლებზე ვილაპარაკოთ, ხო? ჩვენი საერთო საზრუნავია. ეროვნული ჩემპიონატი, მე მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთი, ხა ბევრი რამე გაკეთა, თუნდაც ეროვნული ჩემპიონატი შაშან წინდელ და შემდგომი წლები რო ავიღო წინა წლებთან შედარებით, თუნდაც მინდურების ხარისხი. ორი მინდურის გარდა დავუშვით, ხო, რომელიც იმედია რომ აკეთდება და შეიფუთება, ძალიან ბევრი ხარ ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ვინც დააფინანსა სახელმწიფო სტრუქტურები იყო, ინფრასტრუქტურა მიეხედა, უამრავი რამე გაკეთდა ფედერაციამაც, ძალიან ბევრი ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მადლობის მეტი დაეთქვი და ჩემპიონატი ამ მიმართულებით საკმაოდ კარგად საყურებელია რა, მაგრამ აი ამით კბობა ხო ის რო კომერციალიზაცია და ჩემპიონატი იფუთება სწორედ, იმიტომ არის პოტენციალი. კლუბებს, კერძო კლუბებს ჰქონდათ სურვილი, იყო ყბადაღებული ეგრეთ დავუშვათ პროფლიგის ჩამოყალიბება, მხოლოდ ერთი მიზნით რა, რომ ეს პროფლიგა იყოს საშუალება რომ კომერციულ ენაზე ელაპარაკონ ბიზნესმენები კერძო სექტორს. ახლა პარადოქსული სიტუაცია იმ კუთხით, რომ სპორტის არც ერთ სახეობაში ამდელი ინვესტორი არ არის, რამდენიც თან წარმატებული ინვესტორები, რაც ქართულ ფეხბურთში და ამ ხელა ინვესტიცია არც ერთ სპორტში არ კეთდება. ხა მე იცით რომ გადმოცემით არ ვიცი პირადად მონაწილეობ სპორტის დღესაც და შესაბამისად ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა, რაც აქვს საფეხბურთო ოჯახს, ფეხბურთის ფედერაციას. მე მგონია რომ ეს შანსი არის გამოსაყენებელი. რაღაც პერიოდი თანამშრომლობის რეჟიმზე მეტად უფრო პაიქრობაში რამისა გადაიზარდა და თუ დღეს ეს დიალოგი შედგება და მივესალმები ამ რეჟიმს, მე მგონია რომ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, შეცდომებზეც ღიად უნდა ვილაპარაკოთ და პარტნიორობის რეჟიმში უნდა ვიყოთ. ამიტომაც ჩემპიონატის შეფუთვა, ამას რა დაერქმევა, პროფლიგა იქნება თუ თუნდაც ისე ფედერაცია გაგზავნა, არავინ წინააღმდეგი არ არის. ჩემთვის პირადად თავი საზრუნავი ახლა არის ის რომ ეროვნული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდეს, უფრო მაღალზე, არც იმას ვიზიარებ პირდაპირ გეუბნებით რომ სასახად უნდათ რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატში თუ რამე არის, ხო, ისიც მოსპონდა თქვა დაბალ დონეზე, საკმაოდ ბევრი კარგი თამაშია, როცა ამას მაყურებელი ახლავს, როცა არის ბევრი ელემენტები და ისეთი და მათ შორის ახლა თუ დაბალი დონეა, პირდაპირ ვამბობ, ამ ეროვნულ ჩემპიონატში გაიზარდნენ ის ფეხბურთელები, ვითაც ვამაყობთ, ხო? მაგრამ ეს რო საკმარისი არ არის, ამაზეა საუბარი და რა უნდა გავაკეთოთ ის რომ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ფეხბურთელები არ გარბოდნენ და აქ თამაში მათთვის არ იყოს არაპრესტიჟული, ეს არის საზრუნავი დღის წესრიგშია და ამაზე მე მგონია რომ უკვე ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ბოლო ინტერვიუებში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან დავინახეთ რომ ეროვნული ჩემპიონატი არის ახლა თავი საზრუნავი, შესაბამისად ამ მათ გზავნის ჩვენს გუნდები უნდა შეუერთდეთ, დავივიწყოთ ყველამ რაღაც წყენები, ყველა ჩვეულებრივ სამუშაო პროცესია, სულ თუნდაც ის რო ავიღოთ აი ბოლო თამაშის თქვენაც ნახეთ, ხო? მანდაც რა არის, იცით? არდასწრებას გულის. ხო, არდასწრებას, ხო? ხო, ჩვენ რა თქმა უნდა სუბიექტურები ვქენ, ჩვენ მიგვაჩნდა რომ ჯერ თვითონ ესაჟელიც მე მზად ვარ რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ, რატო იყო, ვისგან იყო და ასე შემდეგ და სადისციპლინო მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ფედერაციასთან ბუნებრივია შეება თხოვნა ქონდა რომ ეზეიმი ბავშვებისთვის მაინც შემდგარ ვერ შეძლეს და ახლა ამ წყენაზე საუბარს, თუმცა რა თქმა უნდა კითხვები ქონდა რომ როცა ჩვენს მიმართ ესეთი კაცი განაჩენია, ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს და კონკრეტული მაგალითებიც აქვს, როცა სხვა კლუბების მიმართ იყო აბსოლუტურად უმოქმედება, მაგრამ ამაზე ახლა რომ დავიწყოთ საუბარი, კიდე უფრო სეირს უყურებს ვიღაცა ვინც ჩასაფრებულია და ეს არაფერს შემატებს ქართული ფეხბურთის განვითარებას. ამიტომ მზად ვართ რომ ყველა წყენაზე ზემო დავდგეთ, ამის მაგალითი ჩვენც მივცეთ და ჩვენ ყველა კლუბს თავის ინტერესი აქვს, თავის ხედვა აქვს, მაგრამ ჩვენ თუ ყველა კლუბი შევთანხმდებით, რომ იმაზე ვისაუბროთ, რაც გვაერთიანებს და არა რაც ყოფს, მე მგონია რომ შედეგს მივიღებ და მზად ვარ რომ აი ყველა ფორმატში, არა მარტო ფედერაციას, კლუბებთანაც ამ ფორმატში ვითანამშრომლოთ და დავიწყოთ ფიქრი ერთად როგორ შეიძლება უფრო კარგი. ერთი თავარი საზრუნავი რაც შედგა ბოლო 10 წლის მანძილზე იყო თავი საზრუნავი და პრიორიტეტი ნაკრები და შედეგი გვაქვს სახეზე, არა მარტო პირველ ნაკრების დონეზე, მეორე ნაკრების ფუტზალის დონეზე, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, თუმცა იქაც გამოჩნდა ახლა ამ ბოლო ხანებში რომ ასაკობრივ ნაკრებს კიდე უნდა მეტი მხარდაჭერა და აი ექსენი გვაქვს ჩვენ პატარა მიღწევის მერე ვიწყებთ. ხო, ნუ ეს ისტორიული სენია ქართველების რომ გამარჯვებები გვანებიურებს და ომებისთვის ბრძოლებს ვიგებთ, ომებისთვის მზად ბოლომდე არ ვართ. ერთი ომი მოვიგეთ საპრეზიდენტთან და ლუქსემბურგთან და შედეგი ეგ რა ბედნიერება მოიტანა, კიდე ბევრი ომი გვაქვს სხვანაირად ეს კონკურენტული განემოდა. იგივე გვაქვს საკლუბო დონეზე გასაკეთებელი და ეს რო დაუბრუნოთ იმას რომ 10 წლის მანძილზე
კონკრეტული საქმიანობით შეგვიძლია სასახლოს ხო სანაკრებო დონეზე ძალიან მერო გაკეთდა ინფრასტრუქტურის და ძალიან კარგია როცა ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს რომ ახლა თავარი საზრუნავი არის ეროვნული ჩემპიონატი. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი გამოძახილი და ყველა გულშემატკივარი ალბათ ელოდება უფრო სწრაფ ჩვენ ერთად ქმედებას რომ ჩემპიონატი გახდეს მაღალი დონის. აი ბოლო შეხვედრაზე თუ იყო რამე კონკრეტულზე საუბარი ან რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება რაც დაეხმარება თუ აი მას რასაც ვისაუბრეთ ახლა გაუმჯობესება ჩემპიონატში. პირველ რიგში რაც შეიძლება წასახათ კალენდარის ის ფორმატი წარმოდგა რომელიც გუნდები უფრო მომზადებულად შეხვდებიან UEFA-ს თამაშებს მეორე არა მარტო UEFA-ს ახლა მარტო 4 გუნდი ხო რა სამწვრთნელო ციკლი იქნება სწორედ და ობიექტურად გადატანილი და გუნდები მინიმუმ თანაბარ რეჟიმში იქნება ყველა და ცხადია წინასწარ ვიცით უკვე აი მე ხშირად ხდება ხოლმე ევროპული ასპარეზი რომ მოდის წუწუნი თამაში გადაგვიტარე წინასწარ გეუნებენ ესე თადარიგი ახლა დაიჭირე და შესაბამისად როცა ესეც სიცხადია მე ვფიქრობ რომ გუნდებმა თადარიგი უნდა დაიჭირონ და თუ გუნდები შეთანხმება იქნება რომ ერთი თამაში გადაიდონ ცუდი არ არის აქაც ძალიან დიდი ბევრი ცუდი მაგალითი ქონდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ საკითხში აი რაც პირველ ნაბიჯი გადაედგა იყო ძალიან სწორი მესიჯი და გზავნილი და სწორედ დაგეგმილი. თუ ესე გაგრძელდება სხვა საკითხები და სხვა პრობლემებზე ესეთი ფორმატი, თანამშრომლებს მხოლოდ მივესალმები და ეგ მაძლევს იმედს, რომ ეროვნული ჩემპიონატზე სერიოზულად ყველა მიხვდა, რომ უფრო მეტი ყურადღება ჭირდება, ყველას გასაკეთებელია, თავარი კიდე ის იყო, რომ არ არის ეს მარტო ფედერაციის საზრუნავი, ეს არის კლუბების და კლუბების ზაობა დავინახე. ხომ არ დაიგეგმა კიდე მსგავსი შეხვედრა? რა თქმა უნდა, როცა არის მარეგულირებელი და ინიციატორი ჩვენ პირველ რიგში ველოდებით რომ შემდგომი შეხვედრებით ფედერაციის ინიციატივი და ფეხბურთის განვითარების ფონდი უმნიშვნელოვანესი რგოლია სპორტის სამინისტრო მინისტრთან არის ჩართული შაშა მაგალითად მის ინიციატივით შეხვდი და მივესალმები ფონდის მხარდაჭერას სახელმწიფოს აქვს სურვილი და ესეთი უნიკალური შანსი როცა ფეხბურთით რამესაც ხორობს ხო პირველი პირიდან დაწყებული ყველა უყვარს ფეხბურთი და ეს მხარდაჭერა ეს შანსი უნიკალური უნდა გამოიყენოს საფეხბურთო ოჯახმა რომ უფრო ეფექტურები ვიყვეთ ჩვენ უფრო სწორი გეგმა დაიდოს შედეგზე ორიენტირებული და იმედია რომ ჩვენ ამას ერთად შევძლებთ. ხომ არ ყოფილა საუბარი ამ შეხვედრაზე დაფინანსების წესის ცვლილებაზე, იმიტომ რომ იყო რაღაცა მოსაზრებები და ამასთან დაკავშირებით ხომ არ გისაუბრეთ? მე შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ გამომდინარე იქიდან რომ სათავეში ვიტყო თავის დროზე და ეს ფონდი რო არ გაკეთებულიყო ამას ერთი ცალსახა ყველა კლუბი წარმატებელი ყველა აღიარებს რომ არა ეს ფონდი საკლუბო დონეზე ჩვენ საერთოდ დასანაკრებო დონეზე შედეგი არ გვექნებოდა და ეს იყო განვითარების და ასევე დროს თავის დროზე გადარჩენეს და ჯანსაღი კონკურენციის იმიტომ კერძე ინვესტორი როცა ეს იწყებოდა სულ 2 იყო და 20 გუნდიდან ახლა შეგვიძლია თქვა რომ პირიქით შეიძლება 2 იყოს კიდე სახელმწიფო დანარჩენი თუ რამე უმაღლეს ლიგაში ყველა ის რომ ახალი ინვესტორები გამოჩნდნენ აბსოლუტურად სხვა ბიძგი მიეცა სხვადასხვა მიმართულებით ეს თანხა სხვათა შორის თუ გავითვალისწინოთ კლუბების უმეტესობა ჩვენი გუნდის მაგალითად და სხვა მოწინავე ლიდერი გუნდებიც და ჩვეულებრივი უმაღლესი ლიგის გუნდების უმეტესობა გადასახადის სახით, სხვადასხვა გადასახადის მოსაკრების სახით, ისე უკან უბრუნდება ბიუჯეტში. ასე რომ ჩვენ ხო, ასე რომ ეს ბალანსი კიდე გადასახედია და თან პირდაპირ გეტყვით რომ 10 წლის წინ ზაამოცანების წინაშე იდგა ქართული აღმოწმების წინაშე საკლუბო ფეხბურთი, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა დღეს და დრომ გვანახობს რომ ეს საკითხი აუცილებლად განხილვისაგანი და უნდა გადაიხედოს. სწორედ ეგ არის პრობლემა, რომ ამ პრობლემებზე ერთად ვერ ვსაუბრობთ, ხო? კლუბებს თავის ადგილარი ქონდა, ფედერაცია სხვა დღის წესი ქონდა და დღეს მომეცა იმედი, რომ იქნებ ახლა მაინც ვისაუბროთ, რომ ეს პროგრამა განახდეს, არა მხოლოდ ფულის დამატება, ეს არ არის გამოსავალი მარტო ჩვენ უამრავი მაგალითი ვიცით რომ ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ არამედ საქართველოს სხვაგანაც და შედეგი შეიძლება არ იყოს. თავარია სწორედ დაიხარჯოს ამოცანების დროს სწორედ განისაზღვროს ფუჭი მოლოდინები არ უნდა შექმნათ და ძელვადიანად სწორედ ვიაროთ. ანუ სწორად მივხვდი
ეხლა კონკრეტულად არ იყო საუბარი, მაგრამ იმედი გაქვთ. არა, იმაზე ვისაუბრეთ, რომ ამ თემაზეც უნდა შევხვდეთ. უბრალოდ ის ფორმატი საათნახევარი შეხვედრა იყო მაქსიმუმ შეიძლება 2 საათიც გრძელებოდა, ვერ დაიტევდა იმ საკითხს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო და მნიშვნელოვან შეთანხმებას კალენდართან მიმართებაში მივახცეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შევთანხმდით, რომ საკითხებზეც უნდა შევხვდეთ და იმედია მალე შევხვდებით. ხო, ეხლა ბევრ საკითხს შევეხე და მე ყველას ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუმარს, რომ აი თუ შეუძლიათ დამისახელონ ერთი მთავარი, აი თქვენ რო იყოს მხოლოდ ესე ვთქვათ დამოკიდებული და თქვენი გადასაწყვეტი რო იყოს პირველი ყველაზე მთავარი ნაბიჯი რა უნდა გადაიდგას, რას გააკეთებდით იმისთვის, რომ ჩემპიონატის დონე ამაღლდეს. ზოგი ამბობს ინფრასტრუქტურას, ზოგი ამბობს მეტ ინვესტორს, ბევრი მოსაზრება თქვენ, აი რას ხედავთ ყველაზე მთავარ პრობლემად, რომელიც არის მოსაგვარებელი და რომელსაც მოაგვარებდით. უნდა შეიქმნეს ისეთი გარემო, რომ საინვესტიციოდ ეს იყოს საინტერესო კერძო ინვესტორისთვის, სპონსორებისთვის, უნდა იყოს ყველას უნდა კონდეს გაცნა სამართლიანი თამაშის წესების, უნდა შევთანხმდეთ გეგმაზე, სამოქმედო გეგმაზე, პრინციპებზე და თუ შევქმნით ამ გარემოს, დამერწმუნეთ, რომ ქართულ ფეხბურთში არის დიდი პოტენციალი იმისა, რომ კონკურენტული გარემო შეიქმნას სპონსორებისგან, ინვესტორებისგან, უნდა შევქმნათ მიმზიდველი გარემო ინვესტორების და სპონსორებისთვის. მაგ შემთხვევაში პროგრესი წასახა. აი ფინანსებს შეეხეთ და ინვესტორებს თქვენი კლუბის მდგომარეობა ამ კუთხით როგორია და თუ კიდევ მუშაობთ დამატებით რაღაც ინვესტორების მოძიებას დარწმუნებული ვარ მუშაობთ ყველა მუშაობს, მაგრამ აი რა პრობლემას აწყდებით ხოლმე და ანუ აი სად არის ამ კუთხით რატო არ არის ინტერესი ინვესტორების მხრიდან ან თუ ამა თუ იმ კომპანიების თუ იმიტომ რომ ძალიან ბევრი დიდი კომპანია ან ინვესტორი შეიძლება იყოს რომლის ესე ვთქვათ ქართულ საკლუბო ფეხბურთში შემოსვლამ ბევრ კლუბს რაღაცა წინსვლისკენ უბიძგოს და მარტივი მაგალითს მოგიყვანდა მე მეგონი პასუხიც აქდევს. როცა თავის დროზე 10 წლის წინ გაცხადა რომ სახელმწიფო პროგრამა კეთდება და სახელმწიფო არის ერთ-ერთი კონტრიბუტორი და აღარ იქნება გუბერნატორების ჩემპიონატს როგორც ეძახდნენ და სამართლიანობის პრინციპი იქნება დაცული, ყველა თანაბარ პირობებში იქნებოდა და ყველაფერი გამჭვირვალე იქნებოდა. შედეგი დაინახეთ, რომ მათ შორის საქართველოში და საქართველოს პარკის გარშემოც ინვესტორები მოვიდნენ და არაერთი კლუბი წარმოადგენდა უკვე სხვა შედეგით, სხვა ფორმატით და ძალიან მალე ეს გზავნილი ძალიან ეფექტური შედეგი მივიღეთ, ხო? იმ კუთხით, რომ რეგიონებში ახალი სპონსორები მოვიდნენ და მაშინ ვერავინ ვერ წარმოადგენდა ამას, როცა ამას ვაკეთებდი, არავის არ ეჯერა. მე ვფიქრობ, რომ ახალი იმპულსი სჭირდება სწორედ ესეთი გზავნილი ჩვენგან, მზაობა და ერთობლიობა დავანახოთ ქართული საფეხბურთო ოჯახის ყველა მონაწილის მხრიდან, სწორი პროგრამა დაიდოს და დავანახოთ, რომ საინვესტიციო არის საინტერესო. ხა თუ ჩვენ შეგვიძლია ის, რომ მე პირადად ან ჩემ კოლეგებს რომ ბიზნესში მოვიყვანოთ ინვესტორი, ხო? რატო არ არის შესაძლებელი საფეხბურთთან ემოციასთან არის პოზიტივთან იმ ფონზე როცა ახლა წარმატებას ნაკრებმა თავის დროზე მიაღწია, რატო არ არის შესაძლებელი? ამიტომაც აი ამაზეა საჭირო დაფიქრება, რა გვიშლის ხელს და შესაბამისად თუ სწორ დასკვნას გავაკეთებთ, სწორი პროგრამას გაკეთდება, სწორი გზავნილიც მივა და დარწმუნებული ვარ, რომ ინვესტორი მოვა. ეს რაც შეეხება ზოგადად რა არის საჭირო, რაც შეეხება ჩვენ კლუბს, ალბათ და მე ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენ გამონაკლისები არ ვიქნებოდით რამოდენიმე კლუბი და პირიქით იქნებოდა რომ გამონაკლისება ერთი-ორი ახლა ესეთი ერთი-ორი კლუბით გაჭირებული ან არასწორი მენეჯმენტის გამო თითქმის ყველა ჩემპიონატში თითქმის მეტნაკლებად, მაგრამ ძირითადი ბირთვი იქ არის სწორი რეგულაცია, სწორი პირობებია და ახლა გუნდი როცა ფეხბურთელს, ანუ დღეს ფეხბურთელს ჯობნით მხოლოდ იმიტომ რომ დიდ დანაპირებს აძლევს და მე სამი თვე ხელფას არ აძლევს, ეს ჩემი აზრით ესეც რეგულაციას ექვემდებარება და ძალიან კარგი მოდელები აქვს თუნდაც გერმანელებს და სხვა ქვეყანაში რომ საბანკო გარანტიის ან სხვა ფინანსური გარანტიის გარეშე შენ კონტრაქტს ვერ გინდა ბაიერნი იყო, გინდა სხვა ვერ დადებ კონტრაქტს და აი ესეთ მოლოდინებს ვერ შექმნი და სხვა გუნდებს დღესო ფეხბურთელს წაართმა ასე რომ ქონდა ხვალ მე ფეხბურთელს უბედურდება და ის გუნდიც ესეთ პრეცედენტები არ ქონდა და ესეც რეგულირებას ექვემდებარება და მე მგონია რომ ეს შესაძლებელია სწორედ დარეგულდეს. ეს რატო გავს ხაზი რა ჩვენ მაგალითად ხო ბოლო 3 წლის მანძილზე რაც მენეჯმენტი ბოლომდე გადმოვიბარე და დღეს როგორც აქციონერი მართავ კლუბს ერთი დღეც არ ქონია დაგვიანება არათუ ხელფასის, მათ შორის სხვადასხვა ჩვენ ყველაზე
კარგი და წარმატებული ბონუსების სისტემა გვაქვს, იმიტომ ფიქსირებული ფეხბურთელს როცა აძლევ გარანტირებულად ხოლოდ და არ აქვს ბონუსის სისტემა, ბუნებრივია, ცოტა ჩვენ რეალობაში შედეგებაცაც ჩვენ ვართ, ჩვენთან უფრო მოტივირებულები არიან ფეხბურთელები და დობა არის ძალიან დიდი. და რაც შეეხება ინვესტიციას, პირველი რასაც ვაპირებ და ეს ჩემი რამოდენიმე არასწორად იყო გაგებული თქოს უცხოელები აპირებენ, არა, ინფრასტრუქტურაში ვდეთ საკმაოდ დიდ ინვესტიციას, დიღომში, პირველ რიგში ბაზა გაკეთდება და საქართველოში ჩვენ ერთ ბენდელა სტადიონზე და იესების პატარა მოედნებზე შევძლებთ ესეთი წარმატებული კონვერი საფეხბურთო შექმნილი და როცა ახლა 4 და 5 და გვაქვს პრეტენზია რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა გავაკეთოთ, ასევე ვფიქრობ, რომ იქვე მოიწყოს საფეხბურთო სტადიონი და პირველი პრეცედენტი იქნება, რომ კერძო ინვესტიციით გაკეთდება საკუთარი რესურსით, ბაზა აშენდება, იმიტომ რომ სხვა კლუბებს ეს ბაზები დახვდა, მე კი ინვესტიცია გააკეთეს გარემონტი და ამაში ცუდი არაფერი არა, მაგრამ ჩვენ რეალობაში პირველად მოგვიწევს ბაზის ნულიდან გაკეთება და იმ პროგრამით ვისარგებლეთ, რაც და ძალიან კარგი და მადლობა ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელს, სპორტის სამინისტროს ცენტრალურ ვინც სპორტის ინვესტორებს მისცა საშუალება იმისა, რომ ამ ფართს უფასოდ გადასცემენ ინვესტორს და სამაგიეროდ ჩვენ მივიღეთ ინფრასტრუქტურას კლუბებისთვის. ესე ძალიან კარგი კონტრიბუციაა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და ჩვენ ვისარგებლებთ ამ შემთხვევით და ერთ-ერთ ყველა დიდ ინვესტიციას განვახორციელებთ ქართულ ფეხბურთში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ეს თავიდან ბოლომდე ჩემი კომპანიის საშუალებით კეთდება და რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, თუ აქ შეიქმნა სურვილი აქვს, მაგრამ თუ შეიქმნა შესაბამისი გარემო, არ არის გამორიცხული რომ ესეთი ინტერესი გაიზარდოს და რამოდენიმე შემოთავაზება მათ შორის ჩემი ევროპულ პარტნიორებისგან იყოს, მაგრამ დღეს ნაადრევია საუბარი, ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვები და ჩვენ გვინდა რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ცელვადიანი ხედვა ჩვენ მარეგულირებელს ემთხვევა და შეგვიძლია დავიგეგმოთ, მათ შორის ფინანსურად სპორტული შედეგები და როცა ესეთი წინაპირობა იქნება, გვპირდებით, რომ ძალიან სერიოზულ ძლიერ ინვესტორებთან ერთად განვახორციელებთ უფრო მასშტაბურ პროექტებს. ხო, ეს იმიტომ გითხე და სწორად გავიგე, ან ბევრი საქართველოს ჩემპიონატში ბევრი კლუბის ფინანსური წყარო, ასე ვთქვათ, არის ფეხბურთელის ტრანსფერისგან შემოსული თანხა. თქვენ შემთხვევაში დიდი როლი არ უჭირავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ესეც ძალიან საღებზე მეტყველოს, ოღონდ პირდაპირ გეტყვით, რომ შენ შემთხვევაში უფრო გადაწყვეტილებას ვიღებთ ფეხბურთელის ნაკრების და თუნდაც ტაბადაძეების მაგალითს რო ავიღოთ, ხო, ძალიან დიდი ხსეს სხვათა შორის აქ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აი ამ საკითხში ძალიან დიდი ვაჟკაცობა, წინახედულობას გადა გუნდის ინტერესები დაიცვა გია გეგუჩაძემ, სხვა მწვრთნელი ამას ვერ გარისკავდა პირდაპირ გეტყვით, რომ საჩემპიონო მარათონში ეს ორი ფეხბურთელზე დავთანხმდა, გაუშვით და მადლიერი ვარ მისი, რომ ფეხბურთელების ინტერესის გაითვალისწინა და ხე შედეგი კი ნახეთ ხო გუშინაც ეგეთ იკა ტაბადაძეს მოულოცა, როცა 40,000-იანი მაყო სტადიონი შენ გვარდა სახელს გაქივის და გულშემატკივრებს და ნაკრებში ჩამოვიდა, როგორ შეიძლება რომ მე ხელმძღვანელი მხოლოდ ჩვენი გუნდის ინტერესებიდან და ახლა ნაკრებში ჩამოვიდა, თუნდაც ახალგაზრდა ნაკრებში პატარა გიორგი ტაბადაძის გოლით და მისი ამ ნაკრებისთვის ფასეულობა და ხვალდაზე შორს არ არის, რომ ის ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი უნიჭერის ფეხბურთელია, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის ტრანსფერები, არა მარტო ფინანსური, თუმცა ფინანსური შემადგენლიც მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენი კლუბისთვის, მაგრამ არა განსაზღვრელი, ანუ მხოლოდ ფულის გამო და მაგალითად აზიის ქვეყნებში მე არ გავუშვებ ფეხბურთელს, პირდაპირ არა იმიტომ რომ ვაკდინებ, იმიტომ რომ ახლა შეიძლება ისეთი ფეხბურთელი კარიერის ბოლოს წავიდეს კაპიტნის შოუს და გუნდიც არ დაასუსტოს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრების პერსპექტივა აქვს, როგორ შეიძლება ქართველი ფეხბურთელი გაუშვა იქ, იმიტომ ქართული ფეხბურთის ინტერესია ჩვენთვის თავარი. შესაბამისად, შემიძლია სასახა თქვა, რომ ფინანსური წყარო მხოლოდ ტრანსფერი არ არის, სპონსორებიც არის და ჩემი პირადი შემონატანები, იმიტომ მარტო სახელმწიფოსგან ის შემადგენელი არ იყო. ახლა ჩვენ თუ შევძლებთ კონკურენტული გარემო შექმნათ, სწორედ ის შეიძლება პატარა მოცულობები იყოს, მაგრამ ტრანსლიაციით, რაც ხდება სხვაგან მაისურების გახსნა, ერთ-ერთ რეგიონში ვიყავ წეგან, გამახსენებთ ახლა რა თქმა უნდა კონკრეტიკისგან შევიკავებ, მაგრამ პატივისცემის გამო, მაგრამ ახლა 3,000 მაყურებელი რო ეწრება და 3 მაისური თავისი
გუნდის ლოგოთი არაცვია და თამაშის ბოლოს ჩვენს გვაგინებდნენ იმათაც მე იმას გულშემატკივრებს ვერ დავსხე 3000-ზე ვერ ვიტყვი მაგრამ მე მინდა და ბედნიერი ვიქნები როცა ჩავდივართ თუნდაც ჩვენი ყველას არეხებ ხა არია გულშემატკივრები რეგიონებში რომელსაც მხოლოდ პატივისცემა და რამოდენიმე გუნდი ზუსტად იმიტომაც გადარჩა რეგიონებში რომ საუცხოო გულშემატკივრები ყოთ ხო თუნდაც ქუთაისში იყო ბათუმში გვაქვს მაგალითი და ყველას მინდა ჩემი პატივისცემა უბრალოდ ეს ჩემი გულის ტკივილი თქვი რომ შე შემთხვევაში რაც უფრო თვითონ გულშემატკივრები და ეს ფან-კლუბები შეძლებენ იმას რომ ჩვენ ნენელა შექმნათ ის კულტურა 10 წლის წინ მაქვს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი რომ ეინდჰოვენის და აიაქსის თამაშზე ვიყავი 4-0 მოუგო ეინდჰოვენმა ამსტერდამზე და ტაშით გააცლეს აიაქსს. ხა მე ამას არ ვიტყვი რომ 4-0-ზე ვინმე ტაშით გავგეცილოთ, მაგრამ წარმომიდგენია რომ რა მოხდებოდა ქართულ სინამდვილეში. ამიტომ ნენელა ის გულშემატკივრები, ერთგული გულშემატკივრები, ნენელა წყალი იწმინდება და შეძლებენ ალბათ რომ ეს კულტურა შემოიტანო. შაშანეთი ჩემი მეგობრის თამაშობდა ბულგარეთში და მთელი სტადიონი იყო გუნდის მაისურების ფერებში, ხო? ბულგარეთს რატო უსვამთ ხალხს, რომ ძალიან შორს არ არიან ჩვენგან და ნენელა დაიწყეს ეს კულტურა შემოიტანა. ამიტომ მე დარწმუნებულა როგორც ეროვნული ნაკრების თამაშზე და ერთი კარგი მაგალითი მინდა მოვიყვანო, როცა გასაგებია რომ ხუჩა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშით ვერ იქნები და მაშინ სხვა გარეუბნებმა შექმნა ეს რეალობა, მაგრამ ფაქტია რომ ხუჩასნაირი ფეხბურთელები რო იყვნენ ბათუმში, ზოგადად და სხვა ფეხბურთელები თბილისში თამაში 20,000 კაცი მომდა. ანუ ხარისხსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა გულშემატკივრებს ზოგიერთი, ანუ ჩვენ უნდა შევეცადოთ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ, სანახაობრივი მარკეტინგულადაც შევფუთოთ ამის გარეშე არა, იმიტომ მინდა დაახლოებით 4-5,000-იანი სტადიონი მაინც იყოს საშინაო არენაზე, რომ 25,000-იანი ეროვნულ ჩემპიონატში გადავსება ძნელი, მაგრამ თბილისში არის პოტენციალი იმისა, რომ 4-5,000 მაყურებელი მაინც მოვიდეს და საფეხბურთო ზეიმი შევქმნათ. ეს ზეიმი, მათ შორის კაი ფეხბურთელებს ჩამოყვანა, არის დიდწილად დამოკიდებული რამდენად შეგიძლია ეს ზეიმი შექმნა. და იმედია რომ ნენელა ნაბიჯნაბით ამას შევძლებთ. მაისურებზე ისაუბრეთ და მეც ჩემი ის არის ყველას ვეუბნები ხოლმე რომ აი რამდენად ესე ვთქვათ მუშაობთ ამ მიმართულებით სხვადასხვა პრეზიდენტი, სხვადასხვა კლუბი, სხვადასხვა მიზეზს ასახელებს და მეც მგონია რომ სანახაობრივი თვალსაზრისითაც ლამაზია, გულშემატკივარსაც უფრო სხვა განცდა აქვს, როდესაც მაისურით ესე ვთქვათ არის ტრიბუნებზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის ხოლმე მაისურის შეძენა. მასიურად ქართული კლუბების ზოგადად ქართული კლუბების მაისურების შეძენა არ ხდება და სულ დრო უნდადეს, შეიძლება ვერ იყიდოს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს. აი ამ კუთხით თუ გაქვთ დაგეგმილი რომ უფრო მასიურად გვაქვს. არა, მე კი უბრალოდ მე გასულისხებ, უფრო მასიური რომ გახდეს. კი, რა თქმა უნდა. ნახეთ, ჯერ მინდა თქვა რომ მაკრონის და მათი წარმომადგენლები რომ ძალიან ამ ეტაპზე ჩვენი პარტნიორები ამ კუთხით მუშაობენ და მათ აქვს სპეციალური სივრცე თავის საფირმო მაღაზიაში. ჩვენთანაც პინდელაზე არის მოწყობილი ამ შესაძლებლობა, ოღონდ იყოს სურვილი და სიამოვნებით, თუმცა ჩვენ ფიქრობ და მუშაობთ იმ ფორმატზე, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ფასის კუთხითაც რა. ამიტომაც მაგ მიმართულებით ხა თუ თქვენ დაინახავთ სოციალურ სივრცეში ჩვენი აქტივობა, ახალი სახეები ყავს ქორო, რომელიც ტრანმა მიიღო, თორე გვინდოდა კარგი პრეცედენტი შეგვექმნა და იმედია შევქმნით შემდგომში. მასთან ერთად ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობაში საუკეთესო ერთ-ერთი მენეჯერი მითხრა ფაია შაკმაზე დიდი მადლობა გადაუხადო. კახი ჩვენი მენეჯერი ერთ-ერთი ევროპაში წავიდა ახლა კარიერას აგრძელებს და მინდია რომ ღირსეულ შემცვლელს და ამ ყველაფერს ამ გუნდს ხელმძღვანელობს დავით თხეჩკაშვილი, ახალი მდგას და მენეჯერი. ბევრ რამე ვკამათოთ, პირდაპირ ძალიან ძნელი ყოფილა თურმე შვილის სამსახურში ვითომდეს დაქვემდებაში, იმიტომ რომ ბევრ რამეს აკეთებენ ისე რა ჩვენ ცოტა სხვანაირად უფრო კონსერვატორულად უყუროთ, მაგრამ ეს სინერგიაც ახალგაზრდა თაობის და ჩვენი ძველგაზრდებს ვეძახი, კარგია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ხვალ მათ უნდა მართონ ეს გუნდი. ჩემი თავარი ამოცანა გულწრფელად გეტყვით ჯგუფში შევიდეთ. მე კიდე უფრო თამამად, ეს არის გამოწვევა ჩემთვის, რომ ჯგუფში ერთხელ თუ შევართ, უფრო თამამად კიდე მენეჯმენტს ახალგაზრდავების და განახლების კუთხით უფრო თამამ ნაბიჯებს გადავდგავთ და ვფიქრობ, რომ არა მარტო დავითი, მისი გუნდიც შეძლებს, რომ ჩვენ ეს სიახლეები შემოვიტანოთ საზოგადოებასთან ურთიერთობით, გულშემატკივრებთან, თუნდაც ჩვენი გულშემატკივრები ყველგან გასვლაზეა თუ რაღაცა ერთგული გულშემატკივრები უკვე შევიძინეთ, თუნდაც იმ თამაშის დღეს საფინალო გარეთ მოეწყო სივრცე და ესეც იყო
ზემი მაინც შედგა, ესეც განასხვავებდა სხვა შემთხვევაში ევაყურებით ჩამოგვეყარა და ეს ახალგაზრდული ენერგია მადლებს იმის იმედს, რომ ეს პრობლემები ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ახალგაზრდები მაგით არიან ძლიერები, რომ ძალიან სწრაფად და ოპერატიულად გადაწყვეტავენ. ჩვენ გვინდა ის სტანდარტები, არაფერი ახალს არ ვაკეთებ, ის სტანდარტები, რითიც გამორჩება საფეხბურთო ინდუსტრია და კლუბები, უფრო სწრაფად გადმოვიღოთ და ქართულ საფეხბურთო საკლუბო სინამდვილეში დავნერგოთ. ასევე ერთი დეტალიც მაინტერესებს და ამასთან დაკავშირებით კითხვაც ესეთი მექნება. აი გულშემატკივარს რამდენად მუშაობთ იმაზე, რომ გულშემატკივრის აზრი გაითვალისწინოთ, ან ამ ფორმატით თუ შეხვედრები თუ ხდება, ან თუნდაც სოციალური ქსელში ძალიან აქტიური სოციალური ქსელი გაქვთ და ესე ვთქვათ კომენტარების და გულშემატკივრის აზრის გაანალიზება და გათვალისწინება რამდენად ხდება. ეხლა მეც ესე ვთქვათ წერენ ხოლმე სხვადასხვა კლუბის გულშემატკივრები, რომ აი თუ ამას მოიყვან, ამ პრეზიდენტს ან ამ მწვრთნელს ეს კითხე, ეს უთხარი და ასე შემდეგ. ეხლა ერთ-ერთი იყო გავაშღერებ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იბერიას მომწერა, რომ როდესაც სტადიონზე იყო საუბარი, იქნებ მოხერხდეს, რომ გულშემატკივრისთვის, ადგილზე მისული მაყურებლისთვის რაღაც პატარ-პატარა გასართობის სივრცეებიც იყოსო, იმიტომ რომ რაღაც მარტო ის არ იყო სტადიონზე მივიდე, უყურე თამაშს წამოვიდე რაღაც აი ოჯახთან ერთად მივიდე და რაღაც სხვადასხვა რაც შეიძლება ბევრი მაგალითი არსებობს ხო სხვადასხვა ქვეყანაში თუნდაც რომ აი იქნებ გაკეთდეს ამ კუთხითო აი თუ უსმენთ ასე აბსოლუტურად რა თქმა უნდა ჯერ ის რომ თქვენთან ერთად თუ არ და განვიხილავ და ვიცოდი რომ მათ შორის არაპოპულარული სხვისთვის შეიძლება იყოს კითხვებზე მომიწევ და არ უნდა გაიქცე ამ ინტერესს და ეს არის საზოგადოების და ამ შემთხვევაში გულშემატკივრის დაკვეთა ხო თქვენ რასაც კითხვებს მისვავთ. ბუნებრივია ეს ფორმატი კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ცალსახად და მეორე წეღარო თქვი არაფერი ახალის გამოგონება არ უნდა ჩვენ ხშირად კითხვა დაგვისვავს რომ გასაგებია რომ ძალიან შორს ავართ მაგრამ თუ იქითკენ არ წავედით ვერასოდეს წარმატებული ვერ იქნებით. მაგალითად ბუნდესლიგის მეორე და მესამე ლიგაში როგორ შეიძლება რომ 25000 მაყურებელი მათ შორის აუთსაიდერის თამაში მოდიოდეს. ეს შეძლეს ერთგული გულშემატკივარი შეიძინეს და ყველა თამაში არის ივენტი. მოვლენა ღონისძიება, სადაც ადამიანი ოჯახთან ერთად მიდის და შაბათ-კვირას გეგმავს, რომ იქ ყველასთვის არის გასართობი და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ და ნაბიჯებში გვინდა და ეს რამოდენიმე ჩვენ მაგალითად იყო შემთხვევები, როცა გულშემატკივრის საჩუქრად არაერთი საჩუქრთან ერთად მაგალითად ევროპის ჩემპიონატის ბილეთები ხა რამდენად ბედნიერი იყვნენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ბილეთები გავთამაშეთ. ეს ზუსტად არის დავითის და მისი გუნდის ინიციატივა. მომავალ წელს ჩვენ სპონსორებთან ერთად ძალიან ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს თავაზობთ. ჩვენ გვინდა ასეთი ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი იყოს ახალგაზრდების და ძველგაზრდებისაც, ვისაც ფეხბურთი უყვარს. და ამ მიმართულებით პირდებითო ძალიან ბევრ რამ გაკეთება. ერთ-ერთი ამ გეგმის ნაწილია ზუსტად სტადიონი წარმოადგენს ამხელა ინვესტიციებზეა საუბარი, რომ ზუსტად ეს სივრცე შევქნათ საფეხბურთო, რა თქმა უნდა ამას დაუჭირდება და ეს არნიშნავს რომ ახლა 2 წელიწად დაუწდით პირობითად დროს დაჭირდება მშენებლობას, რომ ჩვენ ამ ზეიმს არ შევქვნით ჩვენს სივრცეში და პირდებით რომ გაიცნო პირველ თამაში ის დისკვალიფიკაცია სამწუხაროდ გრძელდება, მაგრამ მეორე თამაშიდან ძალიან ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ. არ მომასვენებენ, მე სულ არ მინდოდეს ახალგაზრდული ფრთა, არ მომასვენებენ და ძალიან კარგია. ეს არის სინერგია, რომელიც საბოლოო ჯამში შედეგზე აისახება. ძალიან კარგი სასიამოვნო იქნება ნამდვილად დარწმუნებული ვარ ყველა გულშემატკივრისთვის. აი მომდევნო სეზონზე, გეგმებზე ისაუბრეთ, მეტწილად ფეხბურთელების ასე ვთქვათ შევსებასაც რამდენიმე პოზიციაზე გეგმავთ, როგორც თქვით, და ასევე მინდა შევეხო აკადემიას და ამ აკადემიიდან ასე ვთქვათ ინტეგრირებას კლუბში, ესე რომ ვთქვათ. საკმაოდ კარგი ერთ-ერთი კარგი აკადემიაა იბერიას საქართველოში. ამ მიმართულებით თუ ორი კითხვას გავაერთიანებ. ერთი რომ ამ მიმართულებით თუ აპირებთ კიდევ უფრო რაღაცა მასშტაბური გახდეს ეს პროექტი და ამავდროულად ხომ არ ფიქრობთ თქვენ
მე ვფიქრობ პირადად ასე რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო მეტი დრო უნდა მიეცეთ, თუნდაც იმიტომ ჩემი აზრი არის ასეთი რომ იმაში გეთანხმებით მაგალითად თქვენ ფეხბურთელს უშვებთ, იმიტომ რომ აი თუნდაც ახლა გიზის შემთხვევა რო ვიღოთ ხო, კარგი კლუბიდან, კარგი ჩემპიონატიდან რო არის შემოთავაზება, რთულია რომ ფეხბურთელის კარიერაზე არის ფიქრო და გაუფუჭო და პირობითად ვამბობ, არ გაუშვა. მაგრამ ისიც არის რომ ჩვენს გვჭირდება ხო, კარგი ფეხბურთელები ჩემპიონატში რომ თუნდაც აი ევროტურნირებზე ხერხოთ გასვლა და უფრო სანახაობრივი ფეხბურთი იყოს. ამისთვის მე პირადად ვფიქრობ რომ ცოტათი ადრე უნდა მიეცეთ, უფრო მეტი დრო რო გქონდეთ ჩემპიონატში სათამაშოდ, აი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცოტა უფრო ადრე უნდა მიეცეთ შანსი, რომ ასე ვთქვათ, გამოვაჩინონ, აი თუნდაც 2-3 წელი ითამაშონ აქ კარგად, დაეხმარონ კლუბს რაღაცა ჩემპიონობაში და ასე შემდეგ. თან ეხლა აი ბოლო მაგალითად რო ვიღოთ, აი დაჯილდოებას მეც ვესწრებოდი ამ დაჯილდოებას და აი ახალგაზრდებიდან 2 იბერიის ფეხბურთელი დააჯილდოვეს, ალექსანდრე ამისულაშვილი და საბა დოევი. და ამ ადამიანებსაც, მაგრამ მე როგორც ვიცი თუ ვწდები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით საკმარისად იმდენი დრო არ ეძლევათ, რომ უფრო კარგად წარმოაჩინონ თავი, ხო? თან ამასაკში ხა ფედერაციისგან ჯილდო მიიღეს რაღაცა წარმატებები აქვთ, ვერ ვიტყვით რომ არ აქვთ. ამ ადამიანებს ან სხვა ნებისმიერ ახალგაზრდებს რამდენად თვლით რომ უფრო მეტი შანსი უნდა მიეცეთ? საახად უნდა მიეცეთ, მაგრამ ნახეთ ძალიან კომპლექსური დავიწყოთ პირველ რიგში აკადემიის მიმართ ჩემი დამოკიდება. ნახეთ ძალიან ერთსაც გეტყვით, ძალიან დიდი უმადურობით გამოირჩევა ხშირ შემთხვევაში საფეხბურთო სამყაროში ინვესტორების მონაწილეობა. პირდაპირ გეტყვით იმ კუთხით, რომ ხშირად ეს შრომა არ გიფასდება, მე ვიღაც გაგინებ და დამღლელია. პირდაპირ გეტყვით, ჩვენთვის გამოწვევა ახლა დღეს იმაზე მეტი мотиваცია ვიდრე ეროვნული ჩემპიონატის, თუმცა ჩემპიონობა ყოველთვის იქნება ჩვენი მიზანი, იმაზე მეტი გამოწვევა ჩემთვის უფრო არის, რომ ჯგუფში შევიდეთ. და პირდაპირ ვამბობ და ეს არის ჩემთვის თავარი ახლა აი მიზანი. და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო კლუბი და ასე შემდეგ. თუმცა მეორე დილემის წინაშე რაც არის, რომ ფეხბურთი ისე მიყვარს, რატო არ ხშირ შემთხვევაში ამ უმადურობას ვიტან, ან დავუშვათ ზოგჯერ არაჯანსაღი სიტუაცია რო არის, იმის იმედი აქვს, რომ მაინც დარჩება, იმიტომ ფეხბურთი უზომოდ ვადასტურებ, რომ ფეხბურთში დავრჩები და ვერ წარმომედგენია, ოღონ აქ არის ფორმატი. შეიძლება რა დილემის წინაშე დადო. თუ დავინახე რომ ახლა ავით ვერ შევძელთ რა ქართული რესურსით, მოცემულობით, ფინანსურად ხო? მეორე თემა არის რომ შეიძლება მიზანი შეცვალო და აკადემიაზე გავაკეთო მეტი აქცენტი და ახალგაზრდობას. აი რაც არ უნდა მოხდეს ხო ჩემთვის ყველა მიცის რომ აკადემია და ბავშვები ყოველთვის პრიორიტეტი იქნება ჩვენ მათი სიყვარულის გამოა, რომ ხშირ შემთხვევაში ესეთ სუბიექტურ მიდგომებს უძლებთ რა. მოკლედ აკადემია იყო პრიორიტეტი და იმიტომაც მე ახლა შემეძლო რომ ეს ფული და არ არის ახლა 1 და 2 მილიონზე საუბარი, ჩვენი ვარაუდი დაახლოებით შეიძლება 20 მილიონი ნაკლები არ იყოს საჭირო ამ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის. კი შეიძლება ამ რამოდენიმე წელი დარჩეს, მაგრამ თუნდაც ერთ წელზე აღებული რამოდენიმე მილიონი შეგვიძლია რომ ახლა ფეხბურთელები მოგვეყვანა, უცებ ეფექტი შეგვექმნა და არავინ არ იცის ეს ეფექტი როგორ იმუშავებს. მე მირჩევნია რომ აკადემიაში ჩავდო ფული და გრძელვადიანად ეს შედეგი მიიღოს ქართულმა ფეხბურთმა და სანაკრებო დონეზე. ამიტომაც პრიორიტეტი იქნება და დარჩება ყოველთვის იბერიასთვის აკადემია. ახლა რაც შეეხება ფეხბურთელები უნდა იყვნენ თუ არა დაწინაურდა. ჩვენ კლუბს ყველაზე ნაკლებად ეხება ალბათ, იმიტომ რომ კონკრეტული ფაქტით ვიტყვი, ბოლო წლების მანძილზე ჩემპიონები ვინც გახდნენ, ბოლო 10 წლის მანძილზე თუ ვინმე მეტყვის რომ მაგალითად შაშან ჩვენ ჩემპიონები გავხდით, ანუ შაშან წინ 24-ში. ხო? ჩემპიონები რო გავხდით, 7 დებიუტანტი ყავდა. 7 დებიუტანტი ჩვენი აკადემიის გაზრდილი. ესეთ შედეგი არ ვაკნიებ არცეთი გუნდის წარმატებას, მაგრამ ესეთ შედეგი არავის არ ქონია. ანუ ჩვენ ესეც გავრისკე და სხვათაშორის მაშინ გიორგი მიქაძე იყო პირველ რიგში, ვინც დააწინაურა. რაც შეეხება ამ ფეხბურთელს, ამისულაშვილი თავისუფლად შაშან ხაჩიძე იყო და სხვა ფეხბურთელები. გარდა ეროვნულ ჩემპიონატზე UEFA-ს თასზე მოუწიოთ თამაშები. ახლა ამაზე მეტი ნდობა როგორ და გამოუწყდო, როცა UEFA-ს თამაშობ. თუმცა ჩემთვისაც არასაკმარისია, მაგრამ მეორე დილემის წინაშე ხო, როცა შენ პარალელურად გთხოვენ შედეგს, ხო? ან 17-18 წლის ბავშვებით წვრთნელები ვერ ისკამენ, ხო? იმიტომ რომ შედეგს უთხრა. აი ეს ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, ხო? ან ამიტომაც მინდა ისე უნდა გააძლიერო გუნდი, რომ შენ 2-3 ფეხბურთელი ხარ, ჩვენ 2-3 ფეხბურთელი კი არა, აი ფედერაციას მაგალითად მიმართეთ თხოვნით, რომ 20 ფეხბურთელი კი არა, განაცხადში იყოს 22-23. რომ პირდაპირ გეუბნით, მე წვრთნელს ვეუბნები პირდაპირ, ვინც გინდა ამორჩი, მაგრამ
სათადარიგოზე მინიმუმ 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა გყავდეს. და იქიდან ახლა მე ვისაც მოეცემა სასწავლებლობა, ადექი და შესაბამისად ის ფეხბურთელი ათამაშე. და ჩემთვის თავარი კრიტერიუმი არის რომ ამ დიდ წარმატებაში თავის კონტრიბუცია შეიტანონ ახალგაზრდა მეცეთ საშუალება. ამის დამსახურება რო მაგალითად დადიანზე ძალიან დიდი ინტერესია და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ ეროვნულ ჩემპიონატშიც და ალბათ ეს თემა იქნება რომელსაც იბერია აუცილებლად დააყენებს თვის წესრიგში ძალიან დიდი საფიქრალი ჩემისაც და ეროვნულ ნაკრებებისთვისაც არის რომ სამი ყველაზე კარგი აკადემია როგორც ამბობენ ერთ-ერთი ბოლო წლების მიხედვით ყველას დინამო თბილისის იყო თუ ლოკომოტივის ჩვენი გუნდიც სამწუხაროდ იმ ლიგებს დაემშვიდობა და პრობლემა სერიოზულია. ახალგაზრდებს კიდე უფრო დაბალ დონეზე მოუწევთ თამაში. რატომ მოხდა ეს? ეს სერიოზული ანალიზის შედეგი. ეს არ ნიშნავს რომ იმ გუნდები ვინც გადმოვიდნენ, იმათ წარმატება არ უსურვოთ და დავაკნოთ იმათი წარმატება, მაგრამ ამათ რატო ვერ შეძლეს? ამ გუნდებმა შორის ჩვენმა გუნდმაც და რატომ კიდე უფრო პრობლემა იქნება გრძელვადიანად ასაკობრივ ნაკრებში? ამაზე უნდა ვიფიქროთ. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ახალი რეგლამენტი როცა ეხება ფონდის პრიორიტეტი უნდა გაკეთდეს განსაკუთრებით მეორე ლიგაზე, მესამე ლიგაზე, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ ითამაშოს და ეს უბრალოდ უნდა იყოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, ან უნდა იყოს დუბლების ჩემპიონატი, რომ ფეხბურთელებს ახალგაზრდა აკადემიის ფეხბურთელებს მიეცეთ საშუალება, რომ თავი წარმოაჩინონ და დაუსწავლდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ საფიქრალია საზრუნავი რაც ეხება ფეხბურთელების დატოვებას. მერწმუნეთ ახლა სულ სხვადასხვა მოცემულობა იყო, მე შემინდა ჩვენ მაგალითზე ვისაუბროთ. იკა შემთხვევაში იყო სულ სხვა მოცემულობა ტაბატაძის, იმიტომ კაცმი ვალმოხდილი იყო გუნდა და ესეც შანსი შეიძლება მეორე არ ქონოდა გაუშვით, მაგრამ ტაბატაძე მეორე გიორგის ან მამაგიშვილებს მერწმუნეთ რომ მატერიალურზე მეტი იყო შესაძლებლობა უფრო მაღალ დონეზე თამაშის. ახლა სანდრო ალთუნაშვილს პირდაპირ გეტყვით რა, მას საქართველოში სურვილი არ ქონდა ჩვენი ჩემპიონატიდან გამომდინარე, როგორ თვითონ ბრძანა, რომ და ერჩვენა სხვაგან წასულიყო უფრო შეფუთულ კონკურენტულ ჩემპიონატში. თუმცა მე მგონია რომ საქართველოს ჩემპიონატსაც საკმაოდ ნორმალური დონე, მაგრამ ფეხბურთელი იღებს ამ გადაწყვეტილებას და ფულის გამო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხშირად არ იღებს მარტო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, იქ ოჯახის ფაქტორიცა, ესეც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი არის ერთადერთი მე წყარო მე ოჯახის შემოსავლის და ხშირ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ მშობლებიც წოდავენ და ისეთ ზოგჯერ ისეთ ისტორიას შევსწრებია, რომ ბავშვი შემწოდებია, გარკვეული და ზოგჯერ მძევალიც გამხდარა არასწორი ურთიერთობის, შეიძლება ეს სააგენტოდან იყოს და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება ეს იყოს თუნდაც ოჯახის წევრებიდან, ამიტომ ძალიან კომპლექსურია და ფეხბურთელები მხოლოდ ამის გამო არ იღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა ისევ მიდევთ იქ უფრო კარგი ჩემპიონატის პირობებში, უფრო კონკურენტულ გარემოში, არათუ ქართველი ფეხბურთელები მოისურვებენ დარჩენას, სხვაებიც უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები შეიძლება რომ ჩამოვიდნენ და ითამაშონ ჩვენ ჩემპიონატში. აი ბოლოსკენ წავიდეთ ნელა და აქვე ფეხბურთელებზე გითხავთ, მაგრამ თქვენ თვითონ ახსენეთ რომ აპირებთ, ასე ვთქვათ, გაძლიერებას და დამატებას. თუ შეგიძლიათ რაიმე მეტი კონკრეტიკით რო უთხრათ გულშემატკივარს, პირობითად ვამბობ, სახელებს და გვარებს თუ ვერ იტყვით, საქართველოს ჩემპიონატიდან იქნება ეს ფეხბურთელი თუ ჩამოყვანას განიხილავთ თუ აი სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატში იმდელი რესურსი არ არის, რომელიც ძლიერად გაგვაძლო, ან არიან არ გუნდში, არიან აი ფეხბურთელები როგორ არ არის. მაგრამ ჩვენ მაინც მუშაობთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ევროპიდანაც, აქ ძალიან ყველას თავისი მიდგომა აქვს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოტივირებული ფეხბურთელი ჩამოვიდეს. ანუ სახელი და გვარი ჩვენთვის არაფერს არ ამბობს, იმიტომ ამ პრაქტიკამაც გვიჩვენეთ, თუნდაც ჩვენ გამოცდილებით ლა ლიგის ფეხბურთელებიც ყავდა, ნიდერლანდების უმაღლესი დონის და ძალიან ესეთ კარგი ფეხბურთელებიც, ასეთ კარგი ბექგრაუნდის, მაგრამ ზოგს დისციპლინის პრობლემა ქონდა, ზოგს რაღაც და ასე შემდეგ. სხვა კლუბებზე რო არ ვილაპარაკოთ. ქართულად ჩვენი მაგალითად. ამიტომ პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ მათ мотиваცია არ აქვთ იმისა, რომ ჩვენთან ერთად და ჩვენი იდეით არ იქნება, ხო, მას უნდა კონდეს სურვილი რომ დაამტკიცოს, რომ აი აქ უნდა რომ ეტაპი გაიაროს ჩვენთან ერთად წარმატებული, ეტაპს გულისხმობ ერთი წელი კი თუ ორი წელი, რომ შემდგომში კიდე უფრო წარმატებული იყოს. თუ ესეთი მოტივირებული ფეხბურთელი ვერ ვნახეთ, ხო, მარტო თანხით მოტივირება არ ხდება და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ესეთი ფეხბურთელი, რომელიც თავის კარიერის დაღმავალ რეჟიმშია და მხოლოდ ფული რო აინტერესებს, ეს ფეხბურთელი სიკეთეს ვერ მოგიტოს. რა თქმა უნდა, ფინანსური ნაწილი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი და განსაზღვრელი. აი ესეთ ფეხბურთელებთან მიდის, მათ შორის ევროპელ, მათ შორის სამხრეთ ამერიკელ თუ აფრიკელებთან და პირდებით რომ ღირსეული
შევსებას მივიღოთ. საკმაოდ საინტერესო ტრანსფერებზე მუშაობენ ჩვენი გუნდი, დღესაც ახლა შეხვედრიდან მოვიდი და კიდე განვიხილოთ რამოდენიმე საინტერესო თემას და ცდილობას არ ვაკლებთ რა. ამიტომ იმედია იანვრის ბოლოს ნუ რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა არის რომ შეკრებისთვის უკვე კიდე დავიმატოთ ფეხბურთელი, შეკრება იწყება დაახლოებით 20 იანვრისთვის და ნუ ამ ერთი თვის მანძილად შეკრება იქნება მაქსიმალურად არ არის გამორიცხული რომ შემდგომში დავიმატოთ, მაგრამ რაც დროულად და დავიმატებ და შეთამაშდება გუნდი, მით უფრო ადვილი იქნება როგორც შიდა ეროვნულ ჩემპიონატში, ისე შემდგომ ევროპულ ასპარეზზე წარმატების მიღწევა. გასაგებია. ბოლოს ესეთი რუბრიკა გვაქვს ხოლმე, ყველა ჩემს სტუმარს ვთხოვ რომ ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივარს დაუსვას შეკითხვა საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებული, ძირითადად ყველა თავის კლუბზე ეკითხება, რაც ძალიან ბუნებრივია. თქვენ ამ შემთხვევაში გთხოვთ რომ ჩვენს მაყურებელს დაუტოვოთ შეკითხვა ნებისმიერი სირთულის და პირველი სამი ადამიანი, რომელიც უპასუხებს სწორად თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, მიიღებს საჩუქრად ბურთს და იბერიას საგულშემატკივრო შაფრს. ცოტა სირთული ახლა უნდა მოვიფიქრო, მეტნაკლებად რთული რო იყოს, ხო? მაგრამ მათთვის ხო მე მგონი ძალიან რთული არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დაასახელონ ის ფეხბურთელი, სადაც ჩვენი ჩემპიონობა გაერკვა, სამი თამაში იყო ესეთი. ვინ შეაგდო გოლი ერთმანში არის ბუნებრივია და ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის. ესეც შეიძლება ერთი არ იყოს და ამიტომ მათ შორის ახალგაზრდა ვინ არის. ანუ დაასახელონ ის ყველა ფეხბურთელი, ვინც გაიტანა თუ ვინც ერთზე მეტი გოლი გაიტანა ამ სამი თამაშიდან და ვინ იყო ეს ფეხბურთელი. და უფრო ახალგაზრდები, თო ახლა მე რაც გავიხსენე, მინიმუმ 2 ფეხბურთელი შეიძლება იყოს, ეგრეთ თუ ერთია, მომენტო. კი, ბატონო. კარგი, მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, რომ ასე ვთქვათ, თქვენს მიზნებს მიაღწიოთ 2026 წელს და ყველას დარწმუნებული ვარ გაუხარდება და ასევე იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ არაერთხელ მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენც ამ ფორმატშიც ან სხვა ფორმატშიც რომ შევხვდეთ და საუბრობთ გულშემატკივრზე. კიდე ერთ შეკითხვას დავამატებ მაშინ. ახლა აკადემია და ამას ჩვენ დავამატებთ ისევ პრიზს და ამ სამ ფინალურ თამაში პლუს დაემატოს 3 თასი, ან 7 ტიტული გვაქვს, თასის ფინალი და 1 სუპერთასი. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ასაკით იმ თამაშში მონაწილეობდა, ოღონდ რა თქმა უნდა, ჩვენი აკადემიის აღზრდილი ვინ იყო. ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუ დაასახელებენ ამ ფეხბურთელს, მე ვფიქრობ, გოლის გამტარი უფრო ადვილია, მაგრამ 2 ნომინაცია იყოს, მაგითაც გამოირჩეოდეს, უფრო გულუხვი იყოს იბერიას მხრიდან დაჯილდოებული გულშემატკივარი. ძალიან კარგი. წარმატებებს უსურვებ ყველას, წარმატებებს გისურვებ თქვენს და მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. აი ხა, დიდი მადლობა.